გამშველებელს მეტი ხვდებაო ნათქვამია და ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ატო და კალა, ბასტო და ქორო. აბა დაწერთ კომენტარებში ეგარი თუ არა. მეცნობა. ეს ბაბა ჩემს გავს. წელეთ ვერ გავწელეთ. იქაც ვიცოდი. შეუძლებელი მგონია ამით აღება. აუ, ჩემი, ვაიმე რა დებილი ვარ. ყურსასმენი მოიძრე ტატა. აქ თადერო. დედას თუ ფიცა ვარ თუ unsubscribe და რაღაცა არ გიჩივლო. გამშველებელს მეტი ხვდებაო ნათქვამია და ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ვიწყებთ მაძიებლის მეოთხე სეზონის ნახევარფინალს, რომელშიც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ატო და კალა და ბასტო და ქორო. აი, ასეთი გამარჯვებულის მენტალიტეტ გამომუშავებული ადამიანები, იმიტომ რომ მეოთხედფინალი მოიგეს ამ წყილებმა და სხვა შორის რაღაცა იმის დანახვაც შეიძლება რა. უჩივლე. რა რაღაცა გახდილი იმას. ოქტოპუს მოუგეს ბასტომ და ქორომ და ოქტოპუს ეთამაშებენ ეს რა? იყრის თუ არა ჯავრს? ოქტოპუსი ორი. ხო, შენ ოქტოპუსი არ ხარ ბიჭო, აი გაჩერდი ახლა. ნახოთ დღეს ჩემი როგორ დასრულდება. ესე მაყურებლის თვალით ყველა ოქტოპუსია საერთოდ რო უყურებ YouTube-ს. შეიძლება. ნახე. მე არ მიმიღეს თორე. ბევრი. და გიო არის? ხალხო, დიდი მადლობა რომ გვიყურებთ, გამოიწერეთ კიდევაც ჩვენი არხი. გამოიწერეთ თაროსთაობის არხი, მაძიებელს გამოყევით, მოიწონეთ, კომენტარები დაგვიტოვეთ, სხვა პლატფორმებზეც გამოგვიწერეთ და იყავით ჩვენთან ერთად. დიდი მადლობა ასევე ჩვენს სპონსორებს, პარტნიორებს, მეგობრებს, ხარდამჭერებს და ასე შემდეგ. PSP-ს მადლობა ერთგული მეგობრობისთვის და იმისთვის, რომ საჩუქრებს გადასცემს ჩვენს მონაწილეებს. დიდი მადლობა Dunkin-ს, რომ ყავით გვამარაგებს, აგერ შესანიშნავად და თამაშის განმავლობაში გონებას გაგვიხსნის ეს ყავა და ძალიან დიდი მადლობა გამომცემლობა Intellect-ს, რომელიც ჩვენი ახალი მეგობარია, ამ სეზონის გენერალური სპონსორია და Intellect-ის რაუნდსაც ვითამაშებთ მესამე რაუნდში. Intellect-ისგანაც მიიღებენ საჩუქრებს ჩვენი მონაწილეები. და მადლობა მებოს და ბეთხოს. მადლობა მებოს და ბეთხოს, რომლებიც სხვათა შორის მუსიკალურად აფორმებენ ჩვენ შოუს და მადლობა Click Productions, რომელიც გადაღებას აწარმოებს მაძიებლის. ავაგდო? მებო ვარ. არა, ჩვენ გერბი. გერბი. დიახ. რაზე ვიბრძოთ სანდ? ერთიანი. წინაზე არ დაწვეს გერბის სხვა შორის თქვენ არ ვიტყვი რას მოიგებს გამარჯვებული ეს მომშრომლებმა. MetaQuest 3 არის ჩვენი შოუს თავარი პრიზი ამ სეზონში. არ ჩანს აქ. ხარჯი გაგვეზარდა, იმიტომ რომ 2 MetaQuest 3-ია უკვე გასათამაშებელი. და მოკლედ MetaQuest-ებით დაჯილდოვდებიან ფინალში გამარჯვებულები. ერთიანია. კი ბატონო. აირჩიეთ დაიწყებთ თუ არა? ამჯერად დავიწყოთ. დავიწყოთ ხო? დაიწყოთ. არა. წინა ვერ დავიწყეთ, ამჯერად დავიწყოთ. ისევ იგივე დასაწყისით მოხვედით დღეს? ხო? რატო? ამ ეტაპზე მეტი არ მაქვს და ამით მიწევს სიო. კარგი. შემდეგზე MetaQuest-ი ეცმევა. ყავაც ეგრე. ტატო არის წყნეთი. არ გამიხსნია სხვა ისინი. ჩაგვიტაროს ძველი წყნეთური. ბიჭო რა, ეწყნეთური ჩაუტარო. TikTok-ი არ გაქვს ტატო და ძალიან კარგია. შენ თავარი წყნეთი. ოიცი, იწყებ რა. სანამ განდარო პირველი მინიშნება ეს ვიცი. ყველაფერია გამოსახული. ისტორიული ფოტოკოლაჟი. ისტორიული პიროვნება? გამოსაცნობი მსოფლიოდან. რომელიღაცა კეისარია. ეს ჩვენ შევხედავთ იმას ჯერია მაინც. კი, რა ვარა. პომპეუსი. გადაუღებ, ფოტო გადაუღებ. პომპეუსი. ბაბა ჩემს გავს. ეხლა გადავცეთ. ყურსასმენები. აი მინიშნები მოგცეს პომპეუსიო და მამა. ბიჭო, ეს ნანახი მაქვს შეჩვენო. ხო. ეს ნანახი რომში არის. ვინ არის? აუშ. არ მახსოვს ვინ არის, მაგრამ ნანახი მაქვს. ესეც მეცნობა, ეს ვინ არის ბიჭო? ეს არის ისა? არა. ეს არის ისა, ხალხო, აბა დაწერთ კომენტარებში ეგარი თუ. ყველა მეცნობა ბიჭო, ესეც მეცნობა. ესეც და ეს ის მეფეები არის. ეს მარტინ ლუთერი ხო არ არის? არა. ბიჭო, მაგრამ მეცნობა ეს. ძალიან გაფითრებული კანი აქვს, ერთი შემიძლია თქვა. ეს მეცნობა, მაგრამ ეს მეცნობა, ეს და ეს ნანახი. ვიღაცა მეფეები, ეს კაცია? არა, ქალია. მოიცის ხო არა? გამოგონა ქალია. ახსოვს რა მაგინჯი ქალია. ეს იმას გავს რა ქვია? ეს არ ვიცი. პომპეუსი არა და. რა იმარო თქვა ეს? არა. ვიღაც კეისარს.
ნეუს პომპეუსი რატო იმან რო თქვა რაღაცა სახელი ეს მეცნობა აღშება კაცია ეს არ ვიცი რა ქალის უჩოს ნუ ძალიან რთულია რა ნახე 7-ნი არიან მოდი ახლა ეს ავიდეთ ცოტა გამოვზუმოთ რომია არა რომია შეიძლება ისინი ახალი რომის იმპერიის იმპერატორები არიან შეიძლება ხო არის ვერსია პასუხი არის ძალიან რთულია შარლემანი ძალიან რთულია შარლემანი არის მართლა წარმოდგენა არ მაქვს ხა მაგრამ თქვენ რო გამოჩნდა გეტყვი რომ ეს არის ეს ნანახი ეს კანდაკება მართლა ნანახი რა ხა იქ ცნობილი ისაა ძალიან კანდაკება ხა არა დამახსოვრდა იმიტომ რომ ქალია მე მგონი ხო და წაგეკითხა ეს არა ქვია აღარ მახსოვს ეხლა იქ ამდენია ისი რომში ცემდა კანდაკება საიდან არის გამოსაცნობი ტიპი ანუ სოფლიო ისტორია და ეს ზემოთ გავს უკვე ესა შუა საუკუნეები აღჭარად აი ეს სამი განსაკუთრებით ხო და გავს ან ინგლისია ან ისა საღვთო რომის იმპერიაა რა აი რაღაც მაგას გავს ეს ანტიკა გასაგებია ეს არის რენესანსის პერიოდიდან ცოტა ადრე ეგ ლორდ ფარკუააც გავს რაღაცით შრეკიდან ვინ არის პროსტა ვერ ვიხსენებ არ ვიცი სტატუა იქ რომელს ვერ იხსენებ აი ამ ბოლოს და მეცნობა მაგარად და აი ესეც მეცნობა აქეთ პირველი აი ეს მაგრამ ესეც კონსერვატორი ვინ არის დატოს ეცნობა მეგობრებო ყველა რო იცოდეთ ყველა არ მეცნობა სამი მეცნობა ეს სამი რას ნანახი არა რაში და ზეც სწორი გვაქვს ჯერ კიდევ 7 სწორი თქვი და 7 რა შეიძლება კიდე იყოს სამურაი ისა შვიდეული შესანიშნავი მერვე აკლია თითქოს ვიღაცა ერთი სახელის მეფეები ხო არ არიან ან მონარქები ან რაღაცა ჰენრი მერვე ხო არა ეს ჰენრი აიცა აი მოდი გეტყვით რომ 7 პირობითია აი სრულ მინიშნება რომ არ გამოვიდეს მაგიტო რა რა ზეინატაო არ ყოფილა პომპეუსი ფოტოების რაოდენობა პირობითია თქვენს გეტყვით რა შენი და ფოტოების რაოდენობა პირობითია ხო ხო ანუ რისი თქვა გინდა დაიკეთეთ ყურსასმენები 7-ს ნუ მიაქცევთ ყურადღებას მაინდა მაინც აქცევდნენ ბევრი ყურადღება ბორცვების თემაზე მქონდა მეც რომ მე შეიძლება მოდი ახლა წავიდეთ ვიზე. შეიძლება იყოს შემსრულებელი აქა, შეიძლება იყოს ვიღაცა რენდომ იმპერატორი ან რენდომ იტალიის ისა მეფე რომელიც მეზარება. ფილიპე ლამაზი ხო არ არის რომელი? აუგუსტინუსი და ისინი რა ქვია. კარგი ისე ლამაზი ხო არის ეს პომპეუსია ხო მიქელანჯელო რო იყოს რა? რა? ესეც ანუ უყურე ეს ისაა შრეკში რომ მეფეა. ბიჭო აი ახლა უყურებდი რომ ერთნაირი ნახატ, ერთნაირი სტილი რო იყოს ხატვის რა. მიფიქრებდი რომ ვიღაცა შემხმარებდა რომ ქანდაკებაცაა და მაგრამ მიქელანჯელო იყოს უფრო ცნობილი ქანდაკება აქვს და იქნებოდა რა? კი. ხო? ხო. ამიტომ სწორედ ამიტომ შეიძლება იყოს სხვა კუნინძა. აუ არ ვიცი ამას რა უნდა დონატელობთ რა. დონატელო. ხო და რა არისო? თვითონ ანუ ვიზე არის ეს არა? სოფლიო ისტორიიდან კაცი, ადამიანი. ანახე. კაცი ხალი რა ვიცი. ეს გამოცნობადია? ბიჭო, ფერებით. 10. აჩო 4-იანზე არ გავრის. მოდი გავწელოთ რა ჩვენ იმათ რა გაგვიწელეს და დედლობაზე ხმალი? ფიქრობენ აქ ეუჭერა. პრობლემურად. არ ფიქრობენ ტატა უსმენს. უეჭმენ ლალიგის მეორე გუნდეს. ნელია. მე დავაფიქსირებდი დონატელოს. ან რაფაელს მაგალითად, მაგრამ შრედერი. მივიღო? არა, ჩვენ შნაიდერი. წელეთ ვერ გავწელეთ. შემდეგ მინიშნება არის ვიდეო კოლაჟი. ეს ხო იყო ფოტო კოლაჟი. ეხა ვიდეო კოლაჟი და კარგი ყურადღებით უყურებთ. Oh, chance. If it isn't my big brother descending from on high to ეს სიმბებით The რაღაცა. girls' team at Cornwall got cut, and the guys wouldn't let me go out for their team. So. A latte for Miranda. Honey, about to order. Do you want your usual? Scroll up TikTok-ია, რაც არის რაღაცას მიხდება. You've had trouble. ეგ არის ყურსასმენები. ყურსასმენები ბასტო. რა გინდა? მოგცათ რამე. ბიჭო, ეს იქიდან თუ მეშლება ბექემიდან არის. არა, ბექემი არ ქვია, ბექემში კი რანაირთლი თამაშობს ეგრე მახსოვს. ხო, კი, აბა ეს გოგო არის, ფეხბურთელი. ხო.
აქაც ეს ფილმი არ ვიცი რა, მაგრამ ჰით ლეჯერი და ეს გოგოს ეს არის რომანტიკული ის კომედია რა, ანუ რომანტიკული ფილმია. ეს რაღაც ეგეთი გავს. ბიჭო, პირველი ძმები. ხო, ძმები არ არიან, შერხანი და ის არა? შერხანი არა, სკარი და სიმბა. შერხანა შუაში. სიმბა? სიმბა კი არა, ისა, მუფასა. მუფასა და აფრიკელი ძმები. კაი, მუფასა და ეს იყო ძმები არიან? კი. ეს არის ქალი, რომელიც გადაცმულია ბიჭების გუნდში სათამაშო. არა, მაიც არა, დაუტრაგე. Can't take my eyes off you, რამე მინიშნებას გვაძლევს სიმღერა. ეს გოგოც ნახე, ისე რაღაცა ბიჭური გოგო არის რა. ბიჭო, ერთი იმ სახელი არ მახსოვს, просто ფიზიკად ვერ გავიხსენებ. მაგრამ ეგეთი ლეგენდაა, რომ რომის პაპირო იყო ხალი და მეორე ისა, რა ქვია? მე ასმათე. ანადაკი ხო არა? ეგ ვიფიქრე, მაგრამ კაი, იმასთან პირველ შარლემანი ხო არ არის ეს და ანუ საფრანგების მეფეები და საფრანგეთის ისინი და პირველი ძმები? ესეც ქალია, ბიჭო, და კაცად პირიქით მე მგონი კაცი ქალი. რაღაცა ეგეთი შეიძლება იყოს. პირველი ძმები, ძმები არ ვიცი, ხო, ძმები არ ვიცი. ძმები რომ უწახვალე ხა მაგაზე ანიმაცია. მაგრამ ბიჭო, ჰამლეტის ის არის ჰამლეტის მიხედვით, Lion King-ი გაკეთებული. რო იცოდა ის მაინც რა ისე პროსტა. ჰამლეტის სცენარი არის მეფე, რომელსაც ძმა უკლა. და თვითონ ადის ტახტზე, ეგეთი თემა. ეს double espresso ბოლო სიდნი სვინი და რა ხშირა მირანდა რა ხდება? რა მირანდა? რა double espresso. ეს ვითომ ცოლია და ამას არაა ცოლი. ცოლობას აბრალებს ამ გოგოს. ვითომ არაა ცოლი და ვითომ ცოლიაო ჩემიო თუ რაღაც. ეგეთი რა იცი კიდე. ეგეთ შემთხვევა რომ ვიღაცა ბიჭო, ვიღაცა ისტორიული ფიგურა ძველი ჟანა დარგი შეიძლება. ბიჭო, ქალებს გვანან ესენიც თო. არა, რანაირად გვანან. აი ზემო ესა. ეს რანაირად გავსკავსო. ეგ არა, მაგრამ შეიძლება ვისა გადაცმული და. არა. შექსპირი. თულია. ბევრი ვერსია. ოთხონზე დამწვარი ხალხი ხო არ არის. ეს იქრა შუაშია მეორეგან. ანუ ჟანა დარკი თუ არის, ესენი ოთხონზე ხო არ არიან დამწვარი. ეს ჯორდანო ბრუნო ვაშინგტონ. ეხლა გამახსენე. ბოლო, ხო. ეს იქნება ისა რა ქვია, ბერძენი პოეტი ქალი. დრო იწურება. არა, ჯერ არის, მაგრამ ეგ არის ცეცხლზე დამწვარი, კოცონზე დამწვარი ხალხი იქნება მე მგონი. ეს ჯორდანო ბრუნოა გამახსენე. თქვათ? დაურისკავთ. იყოს ხო. და რა სიტყვა? ალბათ არასწორი პასუხია, მაგრამ ვიტყვი ჟანა დარკი. Juan of Arc. ჟანა დარკი. დიახ. მოვიცეთ ხო? აუ გეხვეწები არასწორი იყოს რაც დააფიქსირეს რა. დიდი შანსია რომ არასწორი. ჩვენ ცოტა ეს პასუხი მეგობრებო არასწორი. არა, არ არის სწორი. რა დააფიქსირეთო? ბაჟა გავურის. დედოფალი მარგო. რა გავურის? ეხა ვიდეო რგოლზე უნდა იფიქროთ და მე ორიანი და ერთიანი პირდაპირ თქვენ მოგდით. კითხვას გამოეთიშნენ. აი მე ერთს ავიმატებდი, მაგრამ რაღაც ჩვენ ვარაუძგეთთ. ეხა აქ რასაც უყურებ, ბევრი არ მაქვს ნანახი აქედან. რასაც ხვდები არის, რავი, ღალატს ხედავ მე აქ, ან სურვილს რო გახდეს მეფე და აქ ეხა სიმბა არის თავარი ობიექტი თუ სკარი, ანუ ბრუტუსია თუ მანდ ფიქრობდით? კი. მართლა? კაი, შემდეგ მინიშნებას დაველოდებით. პირდაპირ მოგცეთ მეორე მინიშნისა. ორკულიანი მინიშნა, ხო? ბრუტოს დავაფიქსირებდი მე. ბიძან. სხვა ცხოვრებაში. სკასნა სიმბას აქვს გადაყვეტილი. კაი, ორკულიანი მინიშნა. შენც არ იქნება და ბრუტუსი. ბიჭებო, ჩუმად ორკულიანს. ორკულიანი მინიშნება. აი, არაფერს არ მეუნება ეს მე. შენი დედა ვატირე ხა მივხვდი. აი, იქნება ალბათ რა. თქვენია? ბიჭო, მელრინ მორრო რა შუაში. ეს არის Anne Hathaway. ამან არ ვიცი რა მდგომარეობაში არის. აცვია ვინ არის? Anne Hathaway ხო არის? და აცვია გლეხის გოგოს ფორმა. ცხენიც უნდა იყოს იქვე სადმე ადგილას პოსტა მოჭრილია ალბათ. რა არის? რომ მიხდი? არ ვიცი. არა, შეიძლება ვატრაკებ შეიძლება. მაგრამ მგონია რომ ის არის. მე არ მაქვს. ანაზე რა იცი? ანაზე. ანა. ანა კარენინა. აი მოდი გავნოემთლენ და გავაგრძელოთ. ნება თქვენი ერთქულიანიც ერთქულიანიც არის, მაგრამ ბიჭო, შეიძლება. თან ცოტა თავა. არჩი მესამე მინიშნება ყოველთვის უფრო მეტად მაბნევს. შეიძლება, არ ვიცი. ვიდეოზე აუ არ მაქვს ეს ფილმი ნანახი. ეს ფილმი რომ მქონდეს ნანახი, ალბათ ეგრევე მივხვდები. არ ვიცი, რას ეჭობთ, მაგრამ ბოლოს ნაგიხსნით.
კაი, ავიღოთ ერთგულიანი, უბრალოდ გასროლას ერთგულიანსაც ნახავთ. ერთხელა გადამწყვეტი აღმოჩენილა კი ბატონო. ხშირად და საკმაოდ სიამოვნო იქნება თუ იმენა სახელი და მე გვარი ბროტოს ეწერება. ვაფიქსირებ. ხო. ეგ არის. ერთგულიანი მინიშნება. ერთგულიანი. არა. ისა. მოგზაურია. რატო მოგზაურობთ სამყაროს დაპყრობა უნდოდა? აუ ვერ ხვდები რა ნერვები მეშლება რა ეხლა რა. არა. გალილეო გალილეი. იყო დაფიქსირებული ეგა. კითხვა არ ქონია არ ქონიათ გალილეო გალილეი. არა. გალილეო გალილეი N Hathaway ერითხება. AA. ის ბიჭი რა შეეუბნებოდა სიდნის. აუ არ ვიცით ეხა თუ რა არის ეხა. სოლიო თუ რაღაცა. შენ თქმარსო თუ შენ ცოლსო თუ რაღაცა. რთული აღმოჩნდა ეს შეკითხვა. რაღაცა ის არის და ჩაურის კლანჩები. ყველა არის დაბალი მე მგონი. აი განსაკუთრებით ნაპოლეონი ფეხები რო არა. ნაპოლეონი უკვე იყო, როგორც ვიცი და არ იქნება. ნაპოლეონი იყო კი. აქ რა კავშირია ამ ნახატებთან? ბიჭო, მე რას მეკითხებ, რომ სონოდა ავიღებდი ფულას. იღადავები. ფილიპე ლამაზი ვითომ? დავიდად რომ მეგობრებო. აი, მოდი იყოს. აი, ვაფიქსირებ. ტიპი მოკლე. ვითომ დავაფიქსირეთ ჩვენი პასუხი წინაზე? ვინმე ესე ტიპი თქვით? არ არსებული. ჩვენი პასუხი არის პონტო ბაბასილი. მითრიდატე პონტოელი. მითრიდატე პონტოელი. შესანიშნავი პასუხია ეს, მინდა გითხრათ. შესანიშნავად არასწორი. ერთი წამი. პირველი მინიშნება. ხდება. ესე ხო არ მოუყვე თუ პირველი ხო ფრანკები არიან? არა. ანა ეს ჯორდანო ბრუნო თრო შერაცხე. არ არის? არ არის. მართლა მარტინ ლუთერია? არა, რიჩარდ მესამეა. აუ, ჩემნიგან. ეს რიჩარდ მესამეა, კლეოპატრა, ანტონიუსი, ჰენრები და ასე შემდეგ, მოკლედ სწორი პასუხი იყო უილიამ შექსპირი, მეგობრებო. შექსპირზე ვფიქრობდი, ბიჭო. შექსპირი, გლობუსი, თეატრი გლობუსი. ხო. N Hathaway იყო შექსპირის ცოლი. შექსპირის ცოლი N Hathaway. დამაძინეთ, ეხა გამომაძინეთ და თავიდან დავიწყოთ. კალამ დაიწყო მსჯელობა, რომ ჰამლეტის მიხედვით არის გადაღებული მეფელობი. ყველა ის ფილმი არის შექსპირის მიხედვით გადაღებული რა. შიზმენ არის მე-12 ღამე 10 things არის ჭირვეულის მორჯულება. გასპიცავარ ამაზე შექსპირს და იმ ნახე. რა სიდნის ვინი შექსპირის რომელი ის არის რა. მე-12 ღამე რომელი ფილმია? ხო. She's the man. ანუ აქედან ბიჭად რო ასაღებს თავს ის გოგო. გავგიჟდები ეხლა. დედა ანუ აი თავიდან ვფიქრობდი. აი თუ არ თქვი. იმან იქნა სიმბა და სიუჟეტები. ბიჭო, კლეოპატრა ეხა გამახსენდა, ყველა რო გიждდებოდა, რას გავსტყო შენ. კლეოპატრა, ხო. იქ არის ჰენრი მაგ მეოთხე, ხინჯი ჰენრი ხარ, არის კლეოპატრა. გატეხა. რომ ახსოვს, რომ ნახე მეთქე რა არის. ნუ ბოლოს თეატრი გლობუსი. აი ამოჭრა თავიდან დავიწყოთ და მეორეზე ჩვენ ვიწყოთ. აი თეატრი გლობუსი არ გამახსენდა. ალენ ჰეთოვეი ხო ცოლი იყო იმის. ნახოთ ვიდეო რგოლი უილიამ შექსპირის შესახებ. გუში ვფიქრობდი. სტრეტფორდელი პოეტი უილიამ შექსპირი მე-16 საუკუნის ბოლოს საცხოვრებლად ლონდონში გადადის და ლორდ ჩემბერლენის დასის წევრი ხდება. შექსპირი მალე დედაქალაქის თეატრალური სცენის ცენტრალურ ფიგურად იქცევა. სიცოცხლის ბოლომდე ის 154 სონეტს, 3 ნარატიულ პოემას და 39 პიესას წერს, რომელთა უმრავლესობაც გლობუსის თეატრში იტყმება. შექსპირის პიესები კლასიკურად 3 კატეგორიაში ექცევა: კომედიები, ტრაგედიები და ისტორიული პიესები. მასვე მიეწერება ინგლისურ ენაში 2000-მდე ახალი სიტყვის დამკვიდრება და პოპულარიზაცია. 1616 წლის 23 აპრილს სტრეტფორდში დაბრუნებული პოეტი სავარაუდოდ ციებ ცხელებით იღუპება. არსებობს შეთქმულების თეორიებიც, რომელთა მიხედვითაც შექსპირის სახელით ფრენსის ბეკონი ან კრისტოფერ მარლოუ ვერდნენ. გრძელდება სხვა რა თუ არა მაძიებელი, მეორე დოსიე კვლავ სოფლიოს ისტორიიდან ადამიანი უნდა გამოვიცნოთ, გამოვიძიოთ, გამოვარკვიოთ და პირველი მინიშნება ამჯერად ბასტოსკენ და ქოროსკენ წავა. 0-0 ხო? შექსპირი არა. 0-0. აი ჩაკეტილი თამაში. ძალიან მეწყინა, იცი როგორ მე ხელები მიოფლიანდება, ისე უყიზიან. კატენაჩო. ალას რო წვერი ესე აქვს მაგაზე. რიგ შექსპირი უნდა მოსულიყო. აბა მეგობრებო. აუ რა წაგვიდეთ. ეს ის არის კაც. ეხა არის ბოტოსი. თქვენი ლონგინოს. ძინავს ქალაქს. დავიდა დრო. ეს AI-ს ნამოქმედარია რა. AI-ს ნამოქმედარია. აიუს კასიუს ლონგნიუს. რაზე მიხვდი ისე? აწერი აქვს მემოთი. AI? AI როა? ხო. ანუ აბა რა არის? ნუ
მოხვიერი. არ ვიცი, მე აი მგონი. არის დაგიდასტო. აქ ლომია, ოდ. მაგალითად დეტალებზე არა. გაუბედურებული. შეხედე, გაუბედურებული ლომია. აი მან გაუბედურა მაგით. არის უფასო AI-ის ლომი. აი ხა შეხედე, რატო რა მინიშნება, მაშინ რა მინიშნება უნდა იყოს, რომ არის იმპერატორი, რომელიღაც რომის თუ ეს არის. თუ არის ანუ ეს ბიუსტი არის, თუ რაც არის. ან ზემოთ კანდაკება. ბიუსტი თუ ინიცი. პომპეუსი და უბრ იყო. პომპეუსი არ ყოფილა. იყო ის პომპეუსი იყო წეგან არა? უილიამ შექსპირი. დიდი თავი რო ქონდა. არა. აბა ვინ იყო? ანტონიუსი. ხო, ეგორი სულ. რეინკარნაცია. მეუბნები ხა არის ბრუტუსი. ან იულიუსი. ან რომელიღაცა უსი. ცალები უსი, თაკები უსი. სილისნიუსი. ზავეკადიუსი. დამახსოვრებით არქივარიუსი. ეგ არის. მე ჩვენ გადავულოცავთ, ეხა ისინი რენდომი მსჯელობას ჩაატარებენ. არა გამოვშვა. რახან იმათ უთხარ თქვენს გეტყვით, რომ AI-ით შევქმნით ეს ბიუსტი. ოღონდ იმას ვერ გვეტყვი არსებობს და ეს არა, არსებული ადამიანის არის, ოღონდ კასიუს ლონგინუსი. კასიუს ლონგინუსი, ნამდვილად ისტორიულ პერიოდში. კასიუს ლონგინუსი. მე არ ვიცი, ამასუში. მის სახელს უკავშირდება რა? შეიძლება რომის რომელიმე ის არის. თვითონ ეს რა იყოს პასუხი. ესეთი მინიშნება. შეგიძლია სცადოთ. ხო ვერავინ ვერ მიხვდება, რომ კასიუს ლონგინუსია პასუხია. და ბოლოს თავში წაიშენო. კასიუს ლონგინუსია პასუხი თქო. შეიძლება. ეგეთი მართლა გავაკეთე. იცი, AI-ი შექმნილი ახან არის, ანუ ვიზუალი ვაფშე არის თუ შეიძლება. ფერი და ხელები რო არა აქ სიტყვაზე ამ ტიპის ბიუსტი როა. ხო, რატო ესეთ ფერი? ხო, აი რა მაგაზე თუ წავა. თიხის ფერისაა, ალბათ ძალიან. ზუსტად ეს ფერი, მაიცა ვიღაცა ხო არ ეს ის ხარ ის გათეთრებული რო არის ხო, ის ხო დროის მის გამოგაკეთებული, ის ხო ფერადი იყო. ხო. მარმარილოს, ბიუსტი ნახოს მარმარილოსი ხო ეს რა არის? მაშინ სიმბოლიკა თქვა ნახე, აი რაღაც სიმბოლიკაზე ხო არ წავიდეთ. ან რაღაცა ტიპი ახალდება მას კივის. ხო. ან რაღაცა ისე ხო არ მოკვდა. ისე ხო არ მოკვდა, რომ ისე ხო არ მოკვდა, რომ აი ამ ბიუსტში ჩანს ეგ რაღაცნაირად. არა, просто მოშულის აქტიურობა. ხო. რაღაცა, ну, ხედავ თავარია ვიღაცა, რომ ახან AI-ით გააკეთეს, რომ თქვა უთხრეს, რომ ვიღაცას მიამსგავსი. რა თანამედროვე ტიპს? ხო, რაღაც ვიზუალი. შეიძლება, ვიღაც ჯერად ბატლერიან ის მომდის თავში პირველი რაღაც. ლეონიდასი ან. იცი ვის გავს იმას? არა, კაი. არავის არ გავს, არ ვიცი. ლონგინუს. შეუძლებელი მგონია ამით აღება. ტალახში ამოსვლილი რაინდი. არის ჩვენი ვერსია პირველი. არ ვიცი, მე არ მგონია სახელი ამის მნიშვნელოვანია. თიხა, რაღაცა თიხის იმას ხო, ანუ. ხო. და აბა თიხის კასიუს. შეჩემა, კასიუს კლეია ბიჭო. კლეი, თიხა. მუჰამედ ალი არის. ხადაო? ეგ იქნება. ეგ თუ არა გავრისკოთ რა, თქვენ. აგინდა, კაი ვერსია. ძალიან კაი ვერსია. კლეი. ხო რა, თიხა რა, კლეი. და სახელია მენიშნება? ხო, ალბათ რა. მე ეხა იმათი უპირატესობაა, ხო? ხო. შემდეგ შეიძლება ძალიან მარტივი იყოს. ხელთათმანია, რაღაც ეგეთი. ამოიწურათ რომ. გავრისკოთ? კაი, დააფიქსირე. აბჟუ აშკარად არალოგიკურია რო ეს. აფიქსირებენ ხო? კაი. მედი. კასიუს კლეი, მუჰამედ ალი. თქვენი დაფიქსირებული პასუხი. კი. სწორია, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ველოდები აპლოდისმენტებს. ბრავო, გამოაძრო, არ ვიცი საიდან. რა ბოლო წამებში რაღაცა გაუნათდა ტატოს. აი, ხამაღალი ჯერობა, კასიუს ლონგინუსი თვითონ როგორც პიროვნება არ არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენ სპეციალურად შევქმნით ისტორიაში არ არსებობდა ეგეთი სწორად აღნიშნე მარმარილოს განაკეთებდნენ ამ დონის ფიგურების ბიუსტებს. შევქმნით თიხისგან. თიხა არის კლეი. ინგლისურად. კასიუს კლეი არის მუჰამედ ალი და მუჰამედ ალი არის სწორი პასუხი. აი ეგ ნაბიჯები, ეგ საფეხურები, აიერბინა დატომ და 4-0 ხდება ანგარიში მუჰამედ ალი სწორი პასუხია. ნამდვილად გაჩვენებთ სხვა მინიშნებებს. შემდეგი რა იყო? შემდეგი მინიშნება იყო ესეთი. ესე გეგია. ანუ ერთი მხრივ გავს მუჰამედ ალის იმ ფოტოს, ცნობილ ფოტოს ფორმენთან, მეორე მხრივ ვილ სმიტმა ითამაშა მუჰამედ ალი და ორმაგად ემთხვეოდა ამ შემთხვევაში. შემდეგი მინიშნება უკვე ორქულიანზე იქნებოდა ასეთი. ალბათ არ ელოდით პირველივეზე რომ გამოიცნო. ასეთი? ფუტკარი. ინესტრება როგორც ფუტკარი და დაფრენავს როგორც პეპელა.
და ბოლო ფოტოზე AI-ით გავაკეთებინეთ ზად მოგწონს ეს ფოტო და აი ამის მე აღარ უნდა იყოს კიდევ უფრო მარტივი ამის. ვიღაცა არაბულ ჩათმოლობაში ცეცხლი და მუჰამედ ალი იქნებოდა. ის ხელთათვანებიანი გოუთი. ატოს ვიტყოდი მან. ატო ფერჩატკებით ესე ხო? ნახოთ ვიდეო რგოლი მუჰამედ ალის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. კასიუს კლეი კრივში ვარჯიშს 12 წლის ასაკში იწყებს. 18 წლისა რომის ოლიმპიადაზე ოქროს მედალს ეუფლება. 1964 წელს სონი ლისტონს უპირისპირდება და მსოფლიო ჩემპიონი ხდება. ამავე პერიოდში ამკვიდრებს ფრაზას იფარფატე როგორც პეპელამ, დანესტრე როგორც ფუტკარმა. მალე ის ისლამს იღებს, უარყოფს საკუთარ სახლს და მუჰამედ ალის ირქმევს. კარიერის პიკში რელიგიის გამო უარს ამბობს ვიეტნამში წასვლაზე, რის გამოც ქამარს ართმევენ და ლიცენზიას უქმებენ. რინგს მიღმა 3 წელს სამოქალაქო უფლებებსა და ომის საწინააღმდეგო საქმიანობას უთმობს. კრივში დაბრუნების შემდეგ აგრძელებს გამარჯვებათა მოპოვებას და არაერთ დაუვიწყარ ბრძოლას გვთავაზობს, მათ შორის ჯორჯ ფორმანთან და ჯო ფრეიზერთან. ბევრის აზრით მუჰამედ ალი კრივის ისტორიაში საუკეთესო მოკრივეა. კიდევ ერთი დოსიე უნდა გამოვიძიოთ, ამჯერად საქართველოს ისტორიიდან, ამჯერად შესაბამისად საქართველოს ისტორიიდან ადამიანი უნდა მივხვდეთ ვინ არის და პირველი მინიშნება მიდის სტატოსკენ და კალასკენ. აბა მეგობრებო, ქართველი. პირველი მინიშნება. განახებთ ახლა? ქართველი პიროვნება. ისტორიული პიროვნება ქართველი. აბა თქვენ. რა ეპიზოდი ეს არის? ჰერაკლეს გმირობა ხო არ არის? ან შეიძლება თავებით ჰიდრა და ჰერაკლემ მოჭრა თავი. ხო, ცხათავენ გველია. კაი, ქართველი ტიპი, რომელიც აი ეტი. მედეა. მედეა ჯაფარიძე. მაშკარად შეტაკებაა, ხო? ორნი რატო არის? ნუ კაი, რა თავიანია თუ 10-ია? ესეც თავი არ არის, ეს კუდია. კუდია? აჰო. აი ცხათავი აქვს და ერთი კუდი, კაი. აი ცხათავიანი გველეშაპი. რა გვახსენდება ქართული გველი, მენა გველია. ხო, მაგრამ ცხათავი რო აქვს, უკვე გველეშაპია. კვალიფიცირდება როგორც გველეშაპი. ცხათავი გველის ადგილი. ხო. ეს გველი არ არის დატო. დარეგისტრირებულია როგორც გველეშაპი. შეიძლება ბევრი გველი არის. ან ნახე და რაღაცა. აბლანდულები ერთმანეთს აბლანდულები. პიროვნებაა თან გამოსასწორებელი. პიროვნება. ხო, ქართველი. წერალი ხო არ არის ვიღაცა გველისიანი ან გველთან რამე კავშირში. გველის პერანგი. წერალი იყოს, შეიძლება იყოს მეფე. ეხლა პროსტატიპები არიან თუ რამე არ ვიცი ვინმე არის რა, ანუ აი ჰერაკლი ხო არ არის. დავუშვათ ჰერაკლია სიტყვაზე. ირაკლი ხო არ არის ვინმე ქართველი. მე მგონი გავატარეთ დატო. კაი. დროც გავიდა. დავაფიქსირეთ პასუხი რა არასწორია. მიდი და ხაქი მკითხავი რა ხატია. აი მოგიწევთ მომდევნო 3 და ცნობილი ბაზა არის ხო ეს? 9 თავია, 1 2 3 4 5 6 7 8 9. ხო, 9 თავიანი გველეშაპი არის აშკარად. და ებრძვის ორი ტიპი. რომელიც ქართველს არ გავს. ეს. ორი ტიპი ვინ ვიცით, ორი ტიპი. ქართველის ოკუნთები არ გქონდა და არ ველაძე. ახი ამას მართლა ხელა გუნთი აქვს. ეს გიორგი კალატოზია, ეს ტატო. 9 თავიანი? მარჯვენა კავა, ტატო. ოქტოპუსი რა შეიძლება რო არის. ბიჭო, ეს არის ოქტოპუსი და ჩვენ ვართ ესენა ვაჭრით. ნახე თავებს აჭრიან. ოქტოპუსი და ბასტო და ქოროა. ეს ბასტო იყო ხო მანულო? თავებს აჭრიან და კიდე ამოსდით ალბათ. არა. არ ამოსდით? არა, ნახე სათქმეს. კაი, იცი რა მაინტერესებს? აქ შეიძლება ალეგორია იყოს, ეხლა მაგაზე ვფიქრობდი, ვინ შეიძლება ქართველი იყოს რა? ყველაფერი შეიძლება იყოს ქართველი, შეიძლება მეფე იყოს რა, ვიღაც მეფე, რომელმაც რაღაცა ბევრ რაღაცას ერთად მოუყარა თავი, ვთქვათ რა. და გაერთიანა მაგალითად საქართველო. 9 იყო დაყოფილი, მაგრამ მესამე რო გაერთიანა, თუ ხო არ გახსოვს შემთხვევით. ნე, კი. 9 ჯერ იყო დაყოფილი. არა, მახსოვს, მაგრამ
9 სამთავრო. 9 სამთავრო თქვა იყო ყოველთვის. პირველ განსაკუთრებულად ბაგრატ მესამე, აქედან ვიცი მე. Просто გონია რომ ეხლა რამეს თუ არ ვიტყვით ბაგრატ, 3-ზე. არა, ბაგრატ მესამე შენ წონას მიცამა. უეჭბები. კიდე რა შეიძლება დამინახო აქ, ხომ ვერ ვეტყოდე. მე მეძინება. ეს არის შესანიშნავი. როგორც საბადო და ვაზა. რომელზეც გამოსახულია ანტიკური ესეთი უძველესი რაღაც. გაიხარე? და ქართველია. ქართველია. 15 წუთი ველაპარაკო და არაფერი არ გითხრათ. აა კაი. დროც ამოიწურა და ჩვენი პასუხი არის ესეთი. დაველოდებით, როგორ იყო? დაველოდებით მეორე მინიშნებას. აველოდოთ მეორე მაგრამ მინიშნებას. ორი კაი ვერსია გვაქვს. რა თქვეს? რა თქვით? არაფერი. არაფერი და მეორე მინიშნება მეგობრებო. აუ ამას ვერ ვწდები და ვერ გავიკეთე. ჩვენ ვიწყებთ ხო? ეს არის მეორე მინიშნება. ზვანო ჯავახიშვილი. გაჩვენებთ? დაგვენძრა? გირჩევთ ბევრი კომენტარი არ გააკეთოთ და ბიჭო მართლა ვანო ჯავახიშვილი მე მოინა. არა არის. ივანე ჯავახიშვილი ხო არ არის შეჩემა მართლა. ივანე ჯავახიშვილი ხო არ არის? მართლა ვანო ჯავახიშვილია. გავს და ხო მეც პირველი სიცე ქონდა. ივანე ჯავახიშვილი ხო არ არის პასუხი? და იქ გველების თემაში აბა დამიკავშირე. აი ხა იფიქრე მაგას. დრო ხო ჩავთო. ვანო ჯავახიშვილს ზამა გავს ბიჭო. მაგრამ ზემე და ძველი ფოტო ხო არ არის ვანო ჯავახიშვილის? რატო? მოიცერცა, ხო ეგ არის. ვინ შეიძლება იყოს სხვა? ვინ ვის გავს გაიგე? აა კახი კავსაძეა. შემოსაიდან საკადახდი. არა. კახი კავსაძესაც გავს ბიჭო. აი, ხა ატრაკე. ხათ კახი კავსაძე რო იყოს. ივანე ჯავახიშვილი გქონდა მეორე სეზონში. ამასაც კახი კავსაძე რო იყოს, ეს ვინ შეიძლება იყოს? რა შეიძლება? ამასაც მოგაწვდი. კახი კავსაძეს ფილმი გაიხსენე ამე. სადაც გველებს ეჭიდავება არა, ეგეთი სათაური იქნებ რაღაცა ამას უხდებოდეს. კახი კავსაძე. მაიცე კიდე ვინ შეიძლება? მე დონკი კიდე ვის გავს? დონკი ხოც თამაშობს. ვინ გავს კიდე? ბიჭო, ძალიან ჯავახიშვილს გავს. და მოიცა ბიჭო, არა, კავსაძე ფორმით უფრო. გამოვიდეთ ერთ წამი. კაი, ვიღაცის ბავშვობა ხო დაუშვათ. რასაკეთე? ფორმა რისიაცვია. ფორმა არის რაღაცა იმის მოდებულია მეზღვაურის. მე სხვა ურია ნახდა. არა, რაღაც არ ვიცი. შავი კინტო. კინტოსაც გავს ხო? მაგრამ წითელის არა. ბიჭო, კახი კავსაძეს არ გავს ახლა ეს. ბიჭო, გარდამრიგო. არა, მაიცე, ვიღაცას გავს კიდე. ვის გავს ეგ? შეხედე რა, კარგად დააკვირდი ხო, შენ სახეებზე ხო თან კარგად. ბიჭო, ამოიგდე ვანო ჯავახიშვილი თავიდან ერთად. კავსაძეს გავს, ბიჭო. არ გავს. რატო არ გავს შენ? კახი კავსაძე რო იყოს მინიშნება. ეს არ შეიძლება იყოს. ანუ პატარა კახი. და რა? ელეკლე მეორე. და გველის პერანგი გახია. არა, ჯაჭვის პერანგი არის. პატარა კახი რო ჯაჭვის პერანგი რო გახია, ანუ. ეგ იმაზე არ არის, რა ქვია? პატარა კახიზია. ჯაჭვის პერანგი ჩააცვეს და რო პატარა გახია. კახია შეჩემო. ანუ კახი კავსაძე თუ არის, ეს არის პატარა კახი. შესაბამისად, ელეკლე პირველ მეორე. ბექმა ელეკლე მეორე. ეს არ ვიცი. ეს არის პატარა კახი. გავატაროთ? არა, თქვათ, გავრისკოთ. არა, ბიჭო. დიდი რა გთხოვ რა, გავრისკოთ რა. კიდე? ესენი, ბიჭო, არ ექნებათ მაგათ ეგ ელეკლე მეორე იყო? ქონიათ ელეკლე მეორე? ხო. არა. ვათ რა. ის სახეზე რო იფარებს რომ პირი არ დაუნახო იმენ. და გველები, ანუ არ ვიცი გველები რა არის, მაგრამ რუსეთთან მებრძოლი ხო არ არიან რაღაცა. აუ, პახარონი მარშია ჩემთან ჩართული. არ ვიცი დადო. ნახე, იმათ ეგ ვერსია არის. აუ, ხო, თქვათ. თქვათ? შეიძლება არასწორია, მაგრამ დრო გავიდა. შეიძლება არასწორია, მაგრამ ეგ არის. დავაფიქსირე. რა ხდება თქვენთან? თქვათ. ტატო არის. არა, თუ არა. ტატო არის ფორმაში და on fire და გავიწე. ძალიან ვახურებ, ეხლა ძალიან უაზოდ ვისკავ, მაგრამ დავაფიქსირე ელეკლე მეორეს. აფიქსირებთ. ხო. კაი, მოიხსენეთ. დააფიქსირე. დააფიქსირა, ძალიან დიდი ნერვიულობის შედეგად ეს ყველაფერი. სწორია თუ არა ეგ თქვი და მე ჩვენ ვერსიას ვიტყვი. ანგარიში ხდება 7-0. ეს ორი პასუხია. რა ვერსია გქონდა? სააკაძე. არა. ანუ ეს ვის გაგონებთ? ვანო ჯავახიშვილს. კიდე? მიხეილ სააკაშვილს. არა. ეს არის პატარაობის ფოტო კახი კავსაძის. ეს არის პატარა კახი. პატარა კახი იყო მეტსახელი ერეკლე მეორის. და
ამაზე რატო ვეღარ მივხვდით? არა, ვერ. ჰერაკლეს გმირობა ხო არის კაცო ჰიდრა? ირაკლი კი არა, ირაკლი ყოფილა. მეცაც გეტყვი, ჰერაკლეს მეორე გმირობა ჰიდრას დამარცხება. ჰერაკლეს მეორე გმირობა ჰიდრას დამარცხება, ანუ ჰერაკლე მეორეზე პატარა გახი. მერე გქონდა უკვე ორქულიანზე ესეთი გალაქტიონ ტაბიძის ლექსიდან ამონარიდი, გაფიგრებდეს ხელირიბის ეწარწერა ძველი ხმლისა, მე ვარ ავი მუსაიფი დაუსრულებლად. ვერას. არა, ახი კავსაძეს ვერ მივამსგავსე საღოლ. როგორი პოვეთ ამაში? მე ვერ ვიყავი, ვანო ჯავახში დავინახე. მე ვანო ჯავახში დავინახე ერიცანი და კახი კავსაძე როგორ იცანი? ბოლო მინიშნება იყო თავად ერეკლე მეორის წერილი. ილია თოფურია რომლის წაკითხვის შემდეგაც მიხვდებოდით, რომ ერეკლე მეორეა ამ კითხვაზე პასუხი. ჰერაკლე რო გვეწერა. ნახოთ ვიდეო გოლი ერეკლე მეორის შესახებ. 1762 წელს ერეკლე მეორე ქართულ კახეთს აერთიანებს და ქვეყნის ცენტრალიზაციას იწყებს. იგი ზღუდავს თავადებს, ასახლებს შემოსევებისაგან აოხრებულ რაიონებს, ახდენს ბანაყმური ურთიერთობის რეგლამენტაციას და სხვა. ქვეყანაში ვითარდება მრეწველობა და განათლება, უსაფრთხოებისათვის კი იქმნება მუდმივი მორიგე ჯარი. 1783 წელს ერეკლე მეორე რუსეთთან გეორგიევსკის ტრაქტატს აფორმებს. 1795 წელს კრწანისის ველზე რუსეთის დახმარების გარეშე დარჩენილი მეფე აღა ხანის მრავალ ათასიან არმიას უპირისპირდება, რასაც თბილისის აოხრება მოსდევს. ერეკლე მეორე 1798 წელს თელავში იღუპება და სვეტიცხოვლის ტაძარში ასვენებენ. ხალხი მას საალერსოდ პატარა გახს არქმევს და იგი დღემდე ეროვნული მედეგვების სიმბოლოდ რჩება. გავაგრძელოთ ჩვენი თამაში, რომელშიც წინ გაიჭერნენ ორშაბათობის მესვეურები. აი მოვედით ჩვენც გასულები ყავით, გახდება აბა. მოვიბრუნდნენ ჰამაკელები. კლეი იყო ერთი. ხო, და მეორე იყო კაკაოს. შონზიკა კარგად აკეთებ შეპაროდიას? ნამოსულიყავით. ვინ? შონზიკა შეპაროდიას კარგად აკეთებდა? ძალიან. ვერ გავარჩიე. ესე უცებ 50 კილო როგორ დაიყო? ესე აკეთებ. გახდება აბა, ვისი ჯერია? თქვენი ჯერია. 50 კილო რო დაიყო შეიძლება. მოვლენას სოფლიო ისტორიიდან. ეს ისინი იწყებენ, ხო? ისინი იწყებენ მოვლენა სოფლიო ისტორიიდან პირველი მინიშნება. ახალი ზელანდიის ესეთი მარტივი იქნება? აბა, მე ვიცი რომ ერთი პერიოდი ახალი ზელანდია და ახალი ზელანდიური პარტიის დაარსება. ახალი ზელანდია და ავსტრალია თამაშობდნენ, როგორც ვიცი, არ ვიცი ერთი ქვეყანა დითვლებოდნენ თუ რა სახელმწიფოდ, მაგრამ ოლიმპიადაზე რაღაცა ხანი ერთად თამაშობდნენ. და მე არ ვიცი მაგრამ გამოიყვნენ და ცალკე დაიწყეს მგონი? და ეგ ხო რამხელა მოვლენა ეგაა ეხა რომ ოლიმპიადაზე და შეიძლება იყოს ზოგადად გამოყოფა ახალი ზელანდიის ავსტრალიას რო გამოეყო. თეორიულად შეიძლება კაცო, როგორ შეიძლება. კუპონები რო წყალში ჩაეყარა ყველას. მე ის წავა, ეხა და ეს ის არის ბიჭო. ეგ ქართული მოვლენაა სოფლიო გინ. სებასტიან დუდეკი. ეს თარი კაცო და იტყვის რომ ხო, ესეც ხო შეიძლება იყოს რამე მინიშნება. არა, ფული არის რა, ზელანდიური რაღაც არის. ტუპუეტა $5 დოლარიანი. ტუპუეტა მატუა რაღაცა დედის კინევას. ტეპუეტა მატუა. შეიძლება ეგრელი ადამიანია, ტეპუეტა ქვია. გამარჯობა, ტეპუეტა მატუა. ვაჟა, ნახე პინგვინი ახატია რამე ის ექნებათ ჩაქსოვი. კი, აუცილებლად პინგვინი. ნიუ-ზილანდი ხო ახალი ზელანდია? კი. ძალიან მინდა დავაფიქსრო ის პასუხი, მაგრამ ძალიან ტრივიალურად მეჩვენება, რომ ავსტრალია და ახალი ზელანდიას სუვერენიტეტი ბიჭო, ამეც მახსოვს რაღაც ეგეთი, ოღონდ ზუსტად არ მახსოვს. ახალი ზელანდია, უყურე ზელანდიას, ახალი ზელანდია ხო დაერქვა ოდესღაც. ხადღაც ხო ზელანდიაც იყო. რატო დაერქვა? ევროპაში იყო ზელანდია და მათ არ აღმოაჩინეს იმას ზელანდია. ახალი იორკი ახალი. ნიუ-ზილანდი. ანუ მაგრამ მე მეორე ვარიანტზე უნდა გადავისა, მეორე ახალი ზელანდია. ფულზე ვინახატი ეს ვინ არის? ეს მელ გიბსონი არ არის? მართლა გავს შეხედეთ? არა, იმას გავს რაღაცა. კიდე უფრო შორსო ჩაუყო. რაღაცებს ხო არ უნდა დავაკვირდეთ როგორც ყოველთვის. რატომ მაინც და მაინც 5. აი ეს ტიპი შეიძლება არის, ვიღაცა არის ეს როჭა რა. მაგრამ უყურე 5 ვარიანტზე ხატია, ნახე თანამედროვე ტიპი, საროჭკით ხატია. ანუ
ვიღაცა ძველი ის კი არ არის. ხო და აშკარად შარშანდელი როჟა. ანუ ნახე ეს ამასთან შე ევერესტი დაიპყრო, შეიძლება ევერესტი რატოა ჯერ არ ვიცი შეიძლება ულურუც არ არის. ულურო თუ ულურო. ულურო. ანუ ფერებში კი არის ეს სიმონი, ულუროს ფერი. ალპინისტია შეიძლება ვიღაცა. კაი, წაიე, გადააგდე მიეც, მიაშავ. გაიცადე, შეიძლება რაღაც დაიბადოს 10 წამი დაგვრჩა. კაი, ტეპუე და მატუა. პინგვინი რაღაცა. ანტარქტიკაზე ჩავიდა პირველი ადამიანი. დრო გავიდა. ახალი ზელანდიის აღმოჩენა და სახელის დარქმევა. არა ფიქსირებთ. მაგას აფიქსირებთ? აუ არ მინდა ეგ თუ არის პასუხი არ გავა. არა. აუ ის ნახე წვერებში იცის. რა. დააფიქსირეს? არა და თქვენია ეს მინიშნება. გაიკეთე აღარ შემილია რა. ეს სულია. აი ხა ფუტი ხო და მოვლენა სოფლიო ისტორიის. ფუტეა მატუა. ბიძაჩების ნაცნობია. ეს ვინ არის ბიჭო? კარგი წარმოდგენა. იცი მაგარი პირდეცი რაღაცა გითხრა ახლა ეს თუ არის? მოვლენაა თუ ადამიანი? მოვლენა. ჰიმალაიაზე ასლო ხო არ არის ედმუნდ ჰილარის. იმიტომ ზელანდიელი იყო. არ ვიცი. ჰიმალაებია. ეგ არის ბიჭო ჰიმალაები. ახლა მოგამტრება ხელები. ეგ ედმუნდ ჰილარი ზელანდიელია. ჰიმალაიზე ასვლა. ჰიმალაია თარი შეჩემო. ხო, ანუ პიროვნება არ არის, ასვლა უნდა დააფიქსიროთ. მოვლენა უნდა დააფიქსიროთ. ჰიმალაიზე ასვლა. კაი ეს რა არის? კუპიურაა, ხო? ზელანდიური ტიპი არის გამოსახული ალბათ ედმუნდ ჰილარია. თუ ავიდა და ისა რატომ ეძა ან ნახდა თავი გაავს რა ედმუნდ ჰილარის და 50-იან წლების ფოტოა თითქოს რა. კაი, რამე მინიშნება ხო არა, კაი ვერსია კი არა, მაგას პასუხს ხოვთ ეხავე, მაგრამ სხვა რამე ხო არ არის კიდე. This note is $5. ის დაფიქსირებას აპირებთ? იმიტომ რომ იმათი უპირატესობაა და იმათი უპირატესობაა კი, იმათ მიუღოთ. გას არის კი ხა უფრო არის ვიდრე წეღანდა. ზელანდიური დოლარია და აშკარად თარი და სასაბუთო ედმუნდ ჰილარი ზელანდიელი იყო. всё, ანუ ბევრი და თარი და რავი, შეიძლება მე მეთქი ანდები ხო არ არის თქო თავიდან და ჩამოვარდა. ჰიმალაია თუ არ ვიცი, კაცხრას გავს ესე ვიდრე. ის რო ჩამოვარდა თვითფრინავით ხო ხო არ არის თქო. რომელია? ანდებში რაგბის მორაგბეების. მაგენი ურუგვაელებია. ხო და ზელანდიელი თუა ეგ რავი ანუ. ზელანდიური აშკარად ეს კივი არ არის აქ? ხო, ზელანდ დაწერია. ხო, ამ ყველაზე დაწერია. ხუთიანზე გამოსახეს მე. ხო რა. შეიძლება ის არის. რამე ვერსია ხო არ არის? შეიძლება სპეციალური $5 არის აი რაღაცა იმასთან დაკავშირებით 50, 60 და რომელიც არა, კაი ვერსიაა რა. 50-ში იყო მოგონი, ხო? შეიძლება 50-ისთან დაკავშირებით არის. 50 რომელიც ხო, მაგრამ ანუ ფაქტი ეგ იქნება, ხო? ალბათ, დაიფხრო. ჰიმალაებზე ედმუნდ ჰილარის ასვლა. კაცხრაზე ედმუნდ ჰილარის ასვლა. ხო. პირველად დავიდა, ეს პირველი იყო? всё, ეგ არის. ალბათ რა. არა, ზედმეტად ბევრი რაღაც თქვი ხარ, რომ ეგ არ იყოს. არა, შეიძლება არ იყოს, არ ვიცი. გავრიცხოთ? ხო, გავრიცხოთ. რას რისკავთ, ოღონდ ჩამოვაყალიბეთ პასუხი? ედმუნდ ჰილარის ასვლა პირველად დაპყრობა ხო პირველად კაცხრაზე. კაორზე, ბოდიში, კაორზე. კაცხრან ძაღლი არის კაორზე. კაორზე ედმუნდ ჰილარის ასვლა. ჰიმალაებზე, ჰიმალაებზე კაორი და კარვაასი და აქვია წელოს, აქვია ესე ჩემო. წელოს რო ჯომოლ, არა. კილიმანჯარო კი არა. კარა, ჯომოლუნგმაზე. ჰიმალაიზე. ედმუნდ ჰილარის და შეპას სახელი არ მახსოვს. ვინც ახლდა თან ედმუნდ ჰილარის ასვლა. ბალაშქრა. კაორზე. ბიჭო, ზედმეტინო სატო ამბობ. არა, რაღაცით უნდა დააკონკრეტოთ მოვლენა ხა. პირველად ჰიმალაებზე ედმუნდ ჰილარის ასვლა. ხო, ანუ ეგეთ პასუხს ვერ მივიღებ თქვენ, იმიტომ რომ ხო. ჰიმალაებზე ედმუნდ ჰილარის ასვლა რა. არა, რატო? ძალიან დიდი რეგიონია ჰიმალაები. კაორზე, ედმუნდ ჰილარის ასვლა, ხო. ედმუნდ ჰილარის ასვლა კაორზე. ხო. მივიღე. მოიხსენეთ. გავცხოთ თუ რა? დააფიქსირეს ვერსია. ტვინ წაიღო უკვე. 11 ეს არ არის სწორი პასუხი, მეგობრებო. მადლობა, ჩემი ძმა. სწორი პასუხი. სპეციალად აირია, თორე უაჭველი იცით, ხო? მეორე მინიშნება იქნება თქვენთვის. მეორეზე მარტივია ეხლა. ეს კი იყო. გავერსიები გქონდათ. აუ, ძალიან კაი ვერსია ქონდა. მეორე მინიშნება აუ, რაღაცა ჩამოვაყალიბე ეთყობა, თორე ეგ არის და რა ვთქვი არასწორად თო. აჰა. კაი, გაჩუმდი. ხო, რო გეტყოდი, მაგრამ გლობუჩე, დინგბოჩე, ტენგბოჩე, ნამჩე ბაზარი, ფაკდინგი, ლუკლა. გლდ ნამჩე, ფინალი.
დაწესდა. მეოთხე კემპ, მესამე კემპ, მეორე კემპ. ეს რა არის ვაფშე? შეიძლება რაღაც ფულის ერთეულებია სადღაც, რა ვიცი. აუ, ჩემი, ვაიმე რა დებილი ვარ. დაჭირე იმას. რა დებილი ვარ, ბიჭო, რა არ თქვით ეს? კაი. ყურსასმენი მოიძრე ტატა. აჰო, ვაიმე რა დებილი ვარ, ბიჭო. აბა რატო ხარ დებილი? განგვიმარტე. კამპ 4, კამპ 3, კამპ 2, კამპ 1, კამპ 0. მოიცა ის? ეგ არ არის? აიხსნება ყველაფერი. გორაკ შეპი. ვაჰ, ბიჭო, ხათადე რო ვუყუროთ. მე არ ვიცი ძმაო, ან გაბაგული მაქვს გონება? ახალ ზელანდიაზე რამე იცი? გარდა იმისა, რომ ზელანდია ახალი? და ავსტრალიასთან არის? რობერტო ბაჯომ რაგბიში გებრება ბრაზილია რო ვის თამაში ვინ იყო მეორე გუნდია ეგ გამოზე. რობერტო ბაჯომ პენალი ამაზე ბრაზილია იმის ის ნამჩე ბაზარი, ნუ მორჩა ბაზარი. ფაქტინგი ეს იქნებოდა შეჩემ ამა ეს და შენი არ ვიცით ეს მოვლენა ჩვენ? აი გე ბიჭო ხო, მაგრამ ეს თვითონ ეს არა უშავს. კაი, დავშვით და აი, მოგვეც შემდეგი ვინიშნება. კაი ხარ. რა ვერ ხდები მართლა? კი. ანუ დრო გაქვთ, მაგრამ არ მაინტერესებს ორქულიან მინიშნებას. კი, ახ მოგვეცი თუ შეიძლება. ოპ. ეს არის ორქულიან მინიშნება. ჰიმალაის მარილი? ხო. ესეთი. ის ჰიმალაის მთა არის? ალბათ, ხო. და რა, ჰიმალაიზე ვინავიდა პირველი? ჰიმალაის ვაჰ, აბა შემოგვარტყით ვინმე. მოვლენა უნდა დაასახელოთ. ჰიმალაის მარილის წარმოება. არა, აბა ჰიმალაიზე ავიდა ვიღაც დაიპყრო რა მწვერვალი რა და ეს არის ეგ, ხო? ეგ ტიპი არის ეგ და ახალ ზელანდიელი იყო არა. და ტატომ რატო იცის სახელი და გვარი? ანუ ნახე ესენი არიან ის ტიპები, ვინც დაიპყრეს ჰიმალაი, დინგბოჩე და ნამჩე ბაზარი? სახელებია ბიჭო. ფინალში არის ვიღაცა ტიპები გასული. ეგ არის სახელები იმეების. საფეხურების. ხო. ნამჩე ბაზარი ეხა ტიპი არ იქნება. ნამასტე ნამჩე ბაზარი. ამედი რა თქვი და ეგ არის შო. მე არ ვაფიქსირებ შენ ნიკავებ შეცდები. ანუ აშკარად კარგად უნდა დავაფიქსირ, ანუ უნდა ჩამოვაყარო. არა ბიჭო, იმან მეტნაკლებად კონკრეტული იმან თქვა პასუხი და არასწორიაო. ეხა ის რა სიტყოდა ჰიმალაიზე მეპყრობა სხვა რიტყოდა და შეგეშალა დაპყრობა იყო. გასმაგივრად თქვა მე. ხო და ეგ არის თემა რა და ჰიმალაიზე მეტი რა ვიცით. მე როგორ პასუხი ვთქვი, იცი? აი რა რობერტო ბაჯომ პენალტი გააფუჭა ბრაზილია და აი ვისი იყო მეორე გუნდი სხვა რო თქვა რა და ახლა ეგეთი რაღაცა მომივიდა. რობერტო ბაჯოს გუნდი? ხო, აი დაახლოებით რობერტო ბაჯოს გუნდი არ ვთქვი რა, დაახლოებით ეგრე გამოვიდა. რა დრო გავიდა მეგობრებო? დაამარტივე რაღაცა ამერია თქო. მე არ ვიცი. ერთგულიანიც. კაი, მოდი არა, მოდი დავაფიქსიროთ რა ეგა რა. ოღონდ რას აფიქსირებთ? რა უნდა დააფიქსირო? ჰიმალაი? ხო. ანუ ცოტა უნდა დამიკონკრეტო. ხო, მაგას ხვდები, მაგიტო არ მინდა რომ პროსტა ჰიმალაი. ჰიმალაი დიდი ფართობია და რაღაც კონკრეტული მოვლენა უნდა მითხრათ. ჰიმალაის მე არ ვაპირებ არაფრის თქმას. მთებიდან მარილის ჩამოჭრა. შენზე ვარ, შენი მეძე ვარ. სპერულის დაპყრობა არა, ხო? საკმაოდ ცუდად გქონიათ საქმე. ჩვენ ვართ გუნდი შანში, ვაჟა. ხო და უნდა გამოიწე. შენ ცოტათი გავხარ უფრო. წვერით. კაი, აფიქსირებთ? თუ შემიძლია ერთგულიანი მოგცეთ? ერთგულიანი არაფერს შეიძლება არ დაგეხმარ დროს მოგცემ. 7 ქულა გვაქვს რა. 7 ქულა აქვთ. 7-ით 1 ჩაფიქრებული. ხო, მართლა? ხო, მოდი, მოგვეცი 1-იც. ერთგულიანი. კი. ბარემ გავწუროთ. გახვედი? კარგად. გავედი მე წავედი. ამას რო ვერ კარგად იყავი. ვა. აუ, კაი, გავიგე ხა, კიდე თასველი შემომიყვანე. წერაქვი. აუ, არა. წერაყინი როდის. აჰა. ვიღაც ხო არ დააიღო. მალპინის მაგას ყველა ხო არ გამოვარდი რაღაცა და აი შემდეგი რა იქნებოდა? თოვლი არ მიგანიშნებ თქო, მაგრამ დროს გაძლევთ. არ ვიცი ამის სახელი და გვარი უნდა ვთქვათ ალბათ ჰიმალაიზე შეიძლება ჩარჩა.
ეს ამ ბევრია ჩარჩა. ჩარჩენილი. ჰა? ჩარჩენი ბევრია იმ. ხომ არა, ეს ცოტა ისე ჩარჩა. დასამახსოვრებლო. ყვაყონში ჩარჩა. ჰიმალაის უმაღლესი მწვერვალის ჰიმალაიზე არსებული უმაღლესი წერტილის დაპყრობა. უფრო კონკრეტული. პირველი ადამიანი, ვინც ჰიმალაის მთები დაიპყრო. ჰიმალაის მთები. ჰიმალაის უფრო უნდა დააკონკრეტოთ, თუ მაგას არ აკონკრეტებთ. თორე ეგრეთ ჩაგითვლიდით. ანუ სახელი და გვარი უნდა გითხრათ. არა, სახელი და გვარს არ გთხოვთ. აი არ ვიცი მაგრამ. აი ცა როგორ არ ვიცი. ჰიმალაის მთებს იპყრობდა და შემთხვევით მარილი იპოვა. ბიჭო, ყურე ეს არის ჰიმალაის მინიშნება, ესეც ჰიმალაია, ესენი ალბათ ბუჩე, დუჩე, არ ვიცი, ბოჩე. ისენია ჰიმალაის, აქ არის ბუჩე, გორაგშეპი, მერე არის ლობუჩე, დინგბოჩე. თუ გაწურავენ ეხა ჩემპიონატი ჩატარდა ჰიმალაის დაპყრობაში? არ ვიცი, მე მართლა. ანუ მაინდა-მაინც ამ კაცის სახელით და გვარს არ გიკითხებით. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შანსი არ მაქვს ამ კაცის სახელით და გვარი გიკითხო. ხო, მე გიფრთხილ არ არის. ედმუნდ ჰილარი არის. ჰიმალაის მთების დაპყრობის შეერქვა სახელი ჰილარი კლინტონს. რატომ გითხრათ ედმუნდ ჰილარია ეგ კაცი, მაგრამ ეგ არ ინტერესებს მოვლენა თვითონ. მოვლენა არის ჰიმალაის მთებზე ავიდა ეს ყველა ჰიმალაის გორაგშეპი. მთებზე. ხო და გეუბნები ეგ ზოგადია, მაგრამ ნუ უმაღლეს მწვერვალზე თქო, ზოგადი არ არის? აი არ ვიცი, რატომ აწვალე? რა ვიცი. ხო, ვინვის აწვალებს? არასწორ პასუხს ხო გცემ? არასწორ პასუხს ხო გავეცით? კი. ჩამითვალე მე. მივიღო? ხო. ხო რომ მარილის მოპოვებას ჰიმალაის მთებზე ავიდა ტენგბოჩე. ეს თქვენ ეხლა. კაი. всё? ხო, არ ჩამარტყა. აუ რა სისულელე და მემართა. რომელია ჰიმალაის მთების უმაღლესი მწვერვალი? გორაგშეპი. რომელიც ან ტატომ თქვა ყველაფერი იმის გარდა. ედმუნდ ჰილარი რომ ავიდა თან თქვა, ხო რომ. ჰიმალაიზე. აკონკაგუა, არ ვიცი. ხასენა. იქ ხატიაო, ეგ ხო არ არისო. ევერესტი ხალხო. ევერესტის დაპყრობა არისო გუშინ? არ ვითამაშეთ მაგაზე? გუშინ ბოლოში. ურებს და გამოვიღებ ტვინს და ბოლოში იყო, ხო ის ევერესტი. ხო, უბრალოდ ედმუნდ ჰილარიმ არ თქვა რომ პირველი ავიდაო, იმიტომ რომ პატივისცემო. არა, გუშინ ევერესტის დაპყრობა რაღაცა. ხო და ბოლოში იყო პროსტა კითხვა. მესამე რაუნდში იყო კითხვა, რომ ედმუნდ ჰილარიმო პენსიგ ნორგეისადმი ეხა ეს რა არის? ეს როგორ შეიძლება? ხალხო 15 წუთია ველოდები რომ ევერესტი თქვა ვინმე. მე რა ვთქვიცი? ედმუნდ ჰილარი ავიდა კაურზე. საერთოდ მოაწრია კაურზე. მეორე მწვერვალია. კაურზე კი არა, ბიჭო, გუშინ არც კი მიფიქრია, მაგიტო გამოშტედ, არც კი მიფიქრია, გუშინ. გზა უნდა გაიარო რომ ევერესტი ახვიდე რა, ბანაკებია ეს. აუ, გავიგებ, ასუხად დავწერე და მეგონა რომ კითხვა იყო, ბიჭო, წინა გუშინდენში და მე ეხლა არ ვიცი რაღაც დაიბენით თორე ბოლო წამამდე ველოდებოდი რომ ანუ უმაღლესი მწვერვალი ხო. არა, გუშინ ხო ვითამაშეთ თამაში. ასუხი ხო იყო ევერესტი, უმაღლესი ევერესტი და ამაზე ხო იყო კითხვა. მწვერვალები ხო? მესამე რაუნდი. ხო და არ მახსოვდა რაუნდი. ანუ კონტექსტუალურად ვიცოდი რომ ვითამაშეთ უკვე ამას და ვაფშე. ესე არის ხო? აუ გავგიჟდები ეს. ანუ ზუსტად მაგითო ითამაშეთ დარწმუნებული 7-1 ხო, ნუ ნიჩივო 7-1. ჩემი კაი, ანაირად გავმაზეთ ესო. ასეთი ვნებათა ღელვის შემდეგ ნახოთ ვიდეო არ მაინტერესებს. ევერესტის დაპყრობის შესახებ. 1953 წლის 29 მაისს ახალ ზელანდიელი ედმუნდ ჰილარი და ნეპალელი შერპა ტენსი ნორგეი ხდებიან პირველი ადამიანები, რომლებიც დედამიწის უმაღლეს მწვერვალს ევერესტს იპყრობენ. 1953 წლამდე ჯომოლუგმას დაპყრობა სხვადასხვა ექსპედიციას არაერთხელ უცდია, თუმცა უშედეგოდ. წარმატებულ ბრიტანულ ექსპედიციას კი პოლკოვნიკი ჯონ ჰანტი მეთაურობს და ჯგუფი იმ დროისათვის მოწინავე ტექნოლოგიებს იხენებს. უმაღლეს წერტილზე ჰილარი და ნორგეი დაახლოებით დილის 12-ის ნახევარზე ადიან და იქ 15 წუთს ატარებენ. ევერესტის დალაშქრის ამბავი ლონდონამდე 2 ივნის დედოფალ ელისაბედ მეორის კორონაციის დღეს აღწევს. ნერვები ჯერ ისე ვერ დავიწყნარეთ, მაგრამ გავაგრძელოთ ხარ. კარგი, ავაგდოთ გერბი, ვინ დაიწყებს აბა თამაში. გერბი ერთიანი, ვის გინდათ დაწყება, მადლობა ყველას. მეორე საქმეა გამოსაძიებელი, ისევ მსოფლიო ისტორიიდან. პირველი მინიშნება მიდის ტატოსკენ და კალასკენ. მოვლენაა ხო? კი. კაი, გასწორ. ნუ გავერთოთ. ხო, რა დაიგრუზე, ეს. პირველი მინიშნება. ეს ახლა ჩვენებთ სპეციალური ქვიშისგან არის გაკეთებული და მოვლენა. უსასმენები.
ეგენი ყველა ის ტიპია, ვინც რაღაც ტიპები არიან. Так, გითხრა. შეგიძლიათ მსჯელობა დაიწყოთ. უცნაური რამე გითხრა. მიდია რა. კენედის მკვლელობა. ყველა მოკლული ის არის, ხო? ნუ ლინკოლნია და ეს არის მე მგონი რა ერქვა ჩემის. 4 პრეზიდენტი 4-ია მოკლული. მე მგონი, ხო. ეგ მახსოვს მეც, ხო? პირველი ეს იყო ნაბა, ლინკოლნი იყო. ერთი იყო ძალიან მალევე რომ მოკლეს რა, ორთეშტურა. ხო. რაგვარი იყო მე მახსოვს. კენედის მკვლელობა იქნება. რაშმორია მაგათი რა. ხო რა. ახლა პრეზიდენტი უნდა იყოს, ეს ამ სახელება არ მახსოვს ამ ეგ იქნება რა. ალბათ გასარისკია ესეც რა. იმიტომ რომ 4 პრეზიდენტი ნაღდრად არის. მეტი არ არის, ზუსტად 4-ია. თავდასხმა მეძე იყო. ხო. რეიგანზეც მათ შორის, მაგრამ მოკლული 4-ია. და პირველი ლინკოლნი იყო. კი. გაურისმოთ, ხო? კი. ვიტყვით რა, მაგრამ რა გავწეოთ ამას. დავაფიქსირეთ 4-ზე. ვიტყვით 0-ს იგებთ და გაგვთ მაგის ფუფუნება, მაგრამ. ხო, მაგიტო ალბათ. რავი, ამ კაი ვერსია გვაქვს და მეგონი კაი, რა შეიძლება, მოდი, კაი, ორი წამი გადავდოთ და რა შეიძლება კიდე რო იყოს. ნუ, ამერიკის ეს არ ვიცი, ეს აშკარად პრეზიდენტი არის. ხო. სახელი არ მახსოვს, მაგრამ ვიზუალი მახსოვს. და მე მგონი ეგ არის კონტრასტმორია მოკლული პრეზიდენტების. იმიტომ მეც მახსოვს. ხო, შენც მახსოვს 4-ია. მეც ეგრე მახსოვს 4-ია. და კაი ვერსია. ეს ორი ისეთია, რომ აი ლინკოლნი გახსოვს, კენედი და ეს ორი არ გახსოვს. ესეთები არის. ერთი არ მოკლ 1890-იანებში თუ მალევე დავრიდეს რა. ტაფტი, არა ტაფტი არა. ბათ რა. ხო? მოდი რა. ვთქვათ, შანსი მიცემ ბავშვებს. რანარ მისცემ, ანუ პირიქით უკლავ შანსს. თუ ვერ გავმაზე, თუ გავმაზე. კაი შანსი აქვს, თუ გამოიცანთ, თამაში იგებთ. ხო, არა, თამაში არ ვიგებ ჯერ კიდე. ოი, ვიგებ. თამაში იგებთ. რა გავრისკოთ რა. პირიქით ანუ ეს არის კაი ვერსია, რავი. ვიტყვით ხო რა. მუსიკა მორჩერს? რა გრძელდება. ალბათ დაბალზეა. всё. გავრისკოთ. თქვით. ეს არის კენედის მკვლელობა. მოისმენით. დააფიქსირა. მიხვდით რამე ეს? ჯვაკ მეგონა ვფიქრობდი რომ იყვნენ ადამიანები ვისაც ეს როლეს მოკლეს და ეგ ხა უნდა იყოს ადამიანი ვისაც კაბრიოლეტში ესროლეს. კენედის აქ არის ლინკოლნი, აბრაამ ლინკოლნი, ჯეიმს გარფილდი, ეგ არის გარფილდი. მაკინლი. კი ბატონო. მაკინლია ის 1890. ამერიკის ისტორიაში მეოთხე მოკლული პრეზიდენტი არის რობერტი რაში. ჯონი. რობერტი ძმას ერქვა. ჯონ ფიჯერალდ კენედი. კენედის მკვლელობას ორი პასუხია. პირდაპირ რა ოქნა. გავდი მე აღარ მინდა თამაში. ჩემი საყვარელი რიცხვია 11. შეიძლებოდა, მაგრამ ტოტალური უიღბლობა დღეს თქვენს მხარეს არის. სამწუხაროდ, იმიტომ რომ მე ხო რეაქციაზე მივხვდი რომ მიხვდით, მაგრამ კენედის მკვლელობა ტატომაც ეგრევე ანუ გაშიფრა და ფინალში ხართ მეგობრებო. ერთი წუთი ამოვიღოთ სამესამე. აი, შეჩერმა. აუ თან აი რო არ მძინავს ნერვებზე ვარ ძალიან. ახლა რა წამოწოლოს საშუალებას და ჩვენ კი ნაღმ მოვიგეთ. ხავს მოვიკლა. ეს არის შემდეგი მინიშნება. რა ვიცი. ჩვენ რას ხოდი გვინდა G2G-სთან და კოპალასთან. შემდეგი მინიშნება არის ნინა ხრუშჩოვას სამძიმარი. ნუ არ წერია ნინა ხრუშჩოვა, მაგრამ წერია. ნუ მარტივდება კიდევ უფრო მეტად და კიდევ უფრო შემდეგი მინიშნება არის ეს პოსტერი. 11:03. ეგ სერიალია ძალიან მაგარი. კი, მაკედან არის ზუსტად ამოღებული. კენედის მკვლელობა ოსვალდი მახსოვდა და კენედის ვახსენებინებდი პრეზიდენტის გამახსენებდი. დედავს მე ვიცავ. თავიდან რობერტი ვიტყვი საერთოდ. რობერტ კენედი თქვა. ეგეც მოკლეს. ხო, ნუ მე მიაყოლეს და მე პროსტა კენედი ვიტყვი. კენედის მკვლელობამ შეაზანზარა მსოფლიო და მოდი ჩვენი ვიდეო რგოლებით შეაზანზაროს.
1963 წლის 22 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯონ ფიცჯერალდ კენედი მეუღლესთან ერთად დალასის სავაჭრო ცენტრში ოფიციალურ სადელზე დასასწრებად მიემართება. პრეზიდენტი ადგილობრივებთან შესახვედრად ლინკოლn კონტინენტალის მოდელის კაბრიოლეტით მგზავრობს. შუა დღის პირველის ნახევარზე კაბრიოლეტი დილი პლაზაზე გადის. მალევე მოედანზე მდებარე სასკოლო წიგნსაცავიდან ამერიკის პრეზიდენტს ლი ჰარვი ოსვალდი კარკანოს ცეცხლსასროლი იარაღით კლავს. ოსვალდი გაქცევას ცდილობს, თუმცა დაახლოებით 1 საათის შემდეგ მას დალასის პოლიცია აპატიმრებს. მკვლელობიდან 2 საათში ლინდონ ჯონსონი დალასის აეროპორტში საპრეზიდენტო თვითმფრინავის ბურთზე საპრეზიდენტო ფიცდებს და ქვეყნის 36 პრეზიდენტი ხდება. გავაგრძელოთ თამაში მაძიებელის მიზანია კიდევ ერთი საქმე იქნეს გამოძიებული, ამჯერად საქართველოს ისტორიიდან და მოდით პირველი მინიშნება გავუშვათ ბასტოსკენ და ქოროსკენ. პრესტიჟის ქულაზე სათამაშოდ. ბოლო 7-იანია ხო ბოლო ის? პოლიტური კი. ესეთი ეს საქართველოსდან არის? ხო. კი. ვერ გავიგე, დამიწერე. თქვენია? ქალებმა რო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, ხმის უფლება მოიპოვეს საქართველოში. კოვიდი მქონდა უკვე მაგას კითხულობ. ქალებმა რო ეგ როდის იყო? ხმის უფლება ქალებმა რო ხმის უფლება მოიპოვეს, ეგ არ ქონია კი. აი მაგას ვაფიქსირებ, არ მაინტერესებს. Please keep your distance. მოდი იყოს ყველაფერი ასე, ხო? დავაფიქსირებ ჩვენ პასუხი რა. კაი, მართლა? კი. ხო, რა, ჩვენ ძალიან გულდაწყვეტილი ვარ. რაღაც პრესტიჟის სკოლა. რა დავაფიქსირეთ? ქალებმა რო არჩევნებში ხმის უფლება მოიპოვეს საქართველოში. დავაფიქსირებ ისა ორი ვერსია რო დავაფიქსიროთ, ხო? გამოვში. მოვაფიქსირებ ერთ-ერთი თუ იქნება სწორი ჩაგითვლით. მართლა? აი, მაშინ დავაფიქსირებ. ათმინდა ეს რომ იძილებს. ქალი კაცი, გენდერული თანასწორობა, თარღვეულია გენდერული თანასწორობა. ეს ცუდია. პირველი ქალი პრეზიდენტი. პირველი ქალი პრეზიდენტი რა შუაშია, please keep your distance. მოდი იყოს ყველაფერი. სადღაც გაიმიჯნა ალბათ გოგოები და ბიჭები. რაღაც საქართველოს ისტორიის რომელიღაცა იმაზე რა ქვია ეტაპზე გოგოები და ბიჭები ერთად აჯდებოდნენ, არ შედიოდნენ ოთახებში, არ ცხოვრობდნენ. მაგრამ მე მაინც ის მინდა რომ ვთქვა რა. ქალებმა რა ხმის უფლება. რავი, არ მე შემიძლია ეგ პასუხი. მაშინ ხო არ იყო რა. პიონერები რო დაარსდნენ. პიონერთა სასახლის დაარსება. პიონერები რო დაარსდნენ. ხო არ დაუცდით შემდეგ მინიშნებასაც, რავი. და რა? არა, იმათთან ერთად ვიფიქრებთ რო რამე. პრესტიჟის სკოლას მე რეავიღებთ შემდეგ იმაში. აი მეც შემდეგ სამყაროში. აფიქსირებთ თუ არ აფიქსირებთ? დავაფიქსირებ. ორი ვერსია შეგვიძლია, რა ხე წავყავი ჩვენ კიდე. 3 დაჟე დავა. 3. აი და 7 ქულა. ვეღარ ვერთობი, ეხლა დედასპიტმა გადააწოდე რა. კარგი, მივცემ ჩანს და მოვუსმენთ. მოიცა გაიჩა რა ხდება? გაძლევთ. ჰა? დავაფიქსირებთ. აფიქსირებთ. მოიცა შო, ეხლა აი არ ვაფიქსირებთ, არ ვაფიქსირებთ. პრესტიჟის სკოლას ავიღეთ, ჩობი. მედი. არ დაფიქსირე. არ დაფიქსირე. არა. გაიკეთეთ კურსას მერე. ბიჭო ჩვენ. ეს შეთავაზება გაუქმდა. რა შეთავაზებებზია საუბარი? შეთავაზებაა. ორი ჩიზბურგერი. რამე, ახლა please keep მე მომივიდა ძალიან დებილური ვერსია. ანუ მოვლენა. არა, დებილური ვერსია რომ მოგივიდა გავიგე. ხო. და გაგაჩერე რომ ვერსიაც არ კეთქვა ხდები. ეხლა შეგიძლიათ თქვა. რა ვერსია? პანდემიის დროს რო ცოლქმას აუგზალეს მანქანაში ერთად დაждდომა წინ. აი კონკრეტულად ეგ მოვლენა. ხო. აი კრძალა მანქანაში წინ ждდომა. ქართული ის არის ხო? ქართული მოვლენა. და ქალი და კაცი თუ რამეს გვაძლევს სკოლებში რო ცალ-ცალკე ასწავლიდან რაღაცა ეგეთი ხო არ არის? აი ყველგან იყო მარტო ჩვენთან არ იყო. ხო, რავი. ძალადობის ამბავი რო იყოს მაგოჩი ესეც ბევრგან და ბევრი. ყველგან იყო, მაგრამ პირველი როცა ცალ-ცალკე სკოლები დაუშვეს თქო სიტყვაზე, ან პირიქით უნდა იყოს მაშინ, ანუ აქ ანუ ქალი ცალკეა და კაცი ცალკეა რა, ანუ ქალი ცალკე იღებს განათლებას, კაცი ცალკე. ხო, ეგ იმაშიც იყო, რა ქვია. ბიჭო, რო იყო მე მოვლენა ხო არის? ბიჭო, ხო დიდი ხანი იყო ეგ, არ იყო ცოტა ხანი.
ანუ დედაჩემი სკოლაში შევიდა, თავიდან იმაში იყო, ქალების სკოლაში. შენ არ მოგიწია. არ მომიწია. კაი, დისტანციის დაცვაზე კიდე რა შეიძლება? ან რამე ცნობილი წყვილი ხო არ არის მართლა და distance. ქართულია თან. ქართულია ცნობილი წყვილის გაყარა ხო არ არის რომელიმესი ან ასილაშვილის. ხო, please keep your distance და ქალი და კაცები. მაინც რაღაცას უნდა გვაძლევდეს ეგეც ალბათ რა. დაიცავი დისტანცია. ასილაშვილის და ნეკათოროყაშვილის ძალიან ყვითელია ეხლა. მეორე მინიშნება რა წარმოგიდგენიათ ეგ მაინტერესებს. არ ვიცი, ანუ აჩნია ეს ჩოგბურთის ჩოგანი. რა წავს ჩო? გავატაროთ? არ გვაქვს ხა კაი ვერსია გავატაროთ. ია. გავატაროთ. დაფიქსირეთ? არა, გავატაროთ. არა, და მეორე მინიშნება ისევ თქვენთან წამოვა ეხა. მეორე მინიშნება. კაი. აბა. ხო? ხო. ბოდიში, ჩვენ აქ დავიწყეთ. ბოდიში? იგივე ამას პირველი ხალი პოლიტიკოსი არა. არა ბიჭო. ცნობთ ისე ვინ არიან? ეს თან გავს. მაიათაც. ხო. პროსტა არ არის. პირველი ქალების პარტია ხო არ არის? ჰა? ბიჭო ის არის მგონი უნივერსიტეტის ხო არ არის რა. ეს თესეუს იმას გავს. გეტყვით რომ ეგ ფოტოც AI-ით არის გენერირებული, თუმცა ნამდვილი ადამიანები არიან ასახული. ცოტა შეიძლება შეეცვალათ რაღაც. ანუ მართლა მაიასათიანია. ხო. ეკაკახიანსაც. ამოცნობადები არიან. არა, ეკაკახიანს არ გავს. როგორ არ გავს ეკაკახიანსაც ხო გავს ეს შუა? არა. თვალე არა. მაგას, სადღაც. ბიჭო, ლექტორები არ არიან, არც რექტორები არ არიან მგონი. ხო და რაღაცა და ჯეინანს უბერავენ რა. და ყველამ სხვადასხვა თქვა. ანუ ამან და არ სხვადასხვა ის დააფიქსირა. ხო და რაღაცა მე ქალების პარტია არც ვიცი ვაფშე არის. რა ქალების პარტია? რატო? რაღაცნაირი სიტყვა ქალების პარტია. ქალი პოლიტიკოსი შეიძლება ან პირველი ქალი. ხო. მაგრამ ის მე პირველი ვერსია მომწონს უკვე ჩემი უფრო. რა იყო? ხმის უფლება მოიპოვეს და ხმას აძლევენ ამან ესაო და ყველამ სხვადასხვას მიწა ხმა და საბოლოო ჯამში ზღიადისტი. ზღიადისტმა გაიმარჯვა. მაგრამ უნდა ვცნობდეთ სახეზე ამ ქალებს ჩვენ? შესაძლოა კი. არა, უცნაურია, როგორ ვცნობ? ესე კატეგორიულად ვერ ვიტყვი, მაგრამ აბა შენ გამომხედე ერთი ესე ამ ფასში. ეს მაიასათიანია? ვერ გეტყვის. თუ ნინო მორჯანაძე. გავს. არა ბიჭო, მე კახიანია. პირველი ქალი კახიანი. ვარ დაველოდოთ კიდე შემდეგ მე. არა, ესა აიღებენ ამასაც ვითომ? კი. ის ნახე. მას ნახი ყავს ეს ქალები. ეს ყველაზე ვაჟა. იქ დათამაშები და არის ვინ არის? ამან კაპოტზე დალი. არის ჩამოჭრილი. არის ვინ არის? დოდოშკა. აბა არა ეთკინა ბიჭო, ისა მაიები არიან ყველა უეჭველი. აბა მაიცა გაითიშა. და დროს მაია, სათერი მაია ჩიგურდაინძე და მაია ჯაბუა. ჯაბუა. ეს ხომ არა მაია ჯაბუა მართლა. გავს. მაია. აი მეოთხე მაია ვინ შეიძლება იყოს? სამაიას დადგმა. აი ეს არის, აი ეს მიშლის ნერვებს, აი ეს მიშლის ნერვებს. აი დრო ხო ბევრჯერ გადმოვატრიალე. ამატებთ თქვენ უკაცრავად. აუ მე რა მინდა იცი, ერთი პროსტა არ გადავიღოთ თუ გინდა, რას ხოდი გვათამაშე მე. აი. გადავიღოთ კიდევაც კაცი. ნერვები მე შევა. ჩიტუჯისთან. აი არ ვიცი რა, მოვლენას ვერ ვიხსენებ. ნახე მაიები არიან და რაღაც უნდა თქვა საქართველოს. აი იყო სამაია დაიდგა პირველად იმაში რა. ხო, რავი. პირველი სამაია. კი, პირველი სამაია, თან მარტო ქალებიც ეკვავენ, კაცები ხო არ არიან სამაიაში? ხო არ არის? რას თამაშობენო? ჯეირანს. ჯეირანი, ბაზარი არ არის. ხო და ეგ შეიძლება მოვლენა იყოს? რა, სამაიას დადგმა? ხო ან ჯეირანის. ან უფრო ფართო გაგებით შეიძლება შევხედოთ მაგ ყველაფერს. სოხიშვილების აი არ ვიცი. ჩამოყალიბება? არ ვიცი, რა ვიცი. ხანუმა, არ ვიცი.
კაი, მითხარით საბოლოო ეხლა ძალიან დავივენი, სამაიაც არის და ჯეირანიც არის და ხო, დრო გავიდა. აუ რავი, სამაია იყოს რა, იმიტომ რომ 3 მაია. მაგრამ ეგ რა მოვლენა არის? არაფერი რა, ვიცი. სამაია ხო, არ არის დიდად. არაფერი ხო, როგორ ახლა? ჯეირანი რა მოვლენა არის? არა, გავიგე, მაგრამ აპლოდისმენტებია და დაუჩოქ ეს უკვე. არა, ჩვენ არ პირველი აფიქსირებს თუ ხარლი მოცეკვავე. და შენ რას აფიქსირებასთო? აუ, ეგ დედას უფიცა ვარ თუ unsubscribe და რაღაცა არ გიჩნია. რაღაცა გაქვს მაზავთ შეჩერმა ერთობიან და აუ მე არ ვიცი როგორ შეიძლება მოვლენა ჩამოაყალიბო. მე ვაფიქსირებ სამაიას. ჯეირანი დაიდგა. კაი. რა ხდება არ ვიცი. ფორმულირებით არ არის სწორი. ხო. ფორმულირება გამაზეთ? ხო. ხანუმაი, ვაიმე. მაია 3. კი, აშკარად. ეს ციბურდანძე აქეთა და იქითა. ასეთიანი ეს არ ვიცი. ის ჯაბუა ხო არა? და იმის ის არის 3 და და გეტყვით რომ AI-ით არის გენერირებული უშუალოდ კადრი. და თამაშობენ იმას. Rock paper scissors. ჯეირა. კარტი ხო, ჯეირა. ხო, რატო თამაშობენ მაგას? ჯეირანი. ჯეირანი. ცეკვა. სამაია? მაგრამ მოვლენა რა და? არ ვიცი. აი იგივე დიალოგი აქვს რა ჩვენ მქონდა ზუსტად. ესაც არის მინიშნება გავს. მაია წმეთელიც ვიფიქრეთ. მოიცა, კაცის პარტიას ცეკვავდა ვიღაცა ქალი? მაია? მაგრამ მოვლენა გვინდა. მაგრამ მოვლენა გვინდა. რომ იცეკვა კაცის პარტია, მოვლენა არ არის. ხალმა? ხალმა. კაცი ხوارცეკვა და ქალის პარტია. ქალი ცეკვავდა კაცის პარტიას. კაცი ხوارცეკვა და ქალის პარტია. არა, ჩვენთან ეგ აა, ჯეირანი და სამაიაა და ის არა ქვია. ცეკვა. ნინო რამიშვილი არ ცეკვავდა ჯეირანს? რამიშვილი ცეკვავდა კაცის პარტიას? ჯეირანი ისეთი ცეკვაა რა. არა, ზოგადად ერთი წუთი. მანახე შენ. ვაჟკაცური ცეკვაა. ანუ ქალი და კაცი ამ ცეკვაში შეიძლება არ არიან ერთად. ხო. და ცალკე ცეკვავს. ანუ იმიტომ რომ ჯეირანი მარტო ჯეირანს მარტო მარტო ცეკვავს. პროსტა? პროსტა ცეკვა, პროსტა აი, არა, სიმღერიდან რა, პროსტა ცეკვა, პროსტა დვიჟენია მინდა. აი ეგ არის სიმღერაში, აი უნდა მე ხო თქვი ეგ არის. იმიტომ გეჭიტოვებოდი. ხო, მაგრამ მახსოვს, ეგეც გონია რომ იყო. ისა, გავაგრძელოთ და მეორე ვერსიას რო თქვა. სკამს გესვრი ხა. რატო? ის 4-იანი რო აგვეღო? ჩვენ რა შეიძლება რომ ჩავიწიოთ ხიარა. მაია, მოცეკვავე მაია ვინ ვიცით? არა ვიცი. მე მახსოვს ჯეირანს ნინო რამიშვილი ეგრე მახსოვს რომ ნინო რამიშვილი და მოვლენა რა უნდა თქვა? სუხიშვილების რაღაცის ხო არ არიან, არ ვიცი. დავამატოთ ერთი ნიშნა. აი, ხა დაამატოთ რა თქვი პასუხი. დავამატოთ. ქვით, ბიჭო, რეკორდზე გაიწიეთ. თან ქათმები ვიტიქცე. ეხა იქნება ნიშნება ისა. იქნებით რეკორდზე თუ ეს ავიღეთ. ბოლო მინიშნება დიდი ტექსტი. გრიგოლ რობაქიძე. ბოლოა ესა? ბოლოს წინა. აუ, всё, მივხვდი. კაი, აბა. შეიძლება ხმამაღლა წაიგეთ ხო? ასეთი ხალისი, ასეთი ხალისი, ასეთი ხენა საუკუნოებში ტანჯული საქართველოს წიაღთაგან არა ეს საკვირველი, მართლაც საკვირველია, სადაც უნდა მეთქვას ყოველი წვეთი სისხლისა საქართველოს დედულ მამულისათვის დამთხეული ზისხივად ესხმოდა ქართულ მიწას. ახლა ვამბობ, საქართველოს დაჭრილი მზეა. ახოფენის მოწმობით მითოლოგიაში ცნობილია ენებული მზე. დაჭრილი მზე, მაგრამ მაინც მზე. აქეთგან მისი ხალისი მაინც და ასე უფრო ძალაყრილი. ნიჩეს სიტყვა, რაც ვერ მძლევს, ხდის უფრო ძლიერ. საქართველოზე თუა გამოჭრილი. ვაშა, როყვის ჯადოქარნო, ქალებო და ვაჟებო. ვაშა. ჟენევა 1962 წელი. გრიგოლ რობაქიძე. 62 წელი ახან არის. იმიტომ გრიგოლ რობაქიძე დაწერილი აქვს ასევე წერილი დინამომ რომ მოიგო ალბურჩი ჩემპიონთა თასი. მაგრამ ეგ არის 50 გაიხსენე რა ეგ უეჭვარ. არა, მოიცა 62 წელია. არა, ეს აშუაშია. კაი, ნახე, როკვიჯი ცეკვაა, ხო? როკვიჯი ჯადოქარნო. უეჭველი ცეკვა, ქალებო და ვაჟებო, სუხიშვილების მაია. რამე ცეკვის ის არის. სამაია და ჯეირანია, ორივე ცეკვაა, გაიგე? ხო. და ანუ ამ ცეკვების please keep your distance. კაცი და ქალი ცალკე. სამი ქალი ცეკვავს იმას. კარჩე, სამი ქალი ცეკვავს ამას, სამაიას და ჯეირანს ცეკვავს ქალი. ხო. მერე ხო და რაღაცა რა არის? არ ვიცი, ანუ სუხიშვილების დაარსება? სუხიშვილების კონცერტი იყვნენ სადმე? თეორიულად პირველი გასტროლი. გიო, ნახე შენთან უნდა და მაგ საჩუქარს და არა ჩვენთან.
ცეკვა. რაღაცა ცეკვი პირველად შეიქმნა ეს ცეკვები, არ ვიცი. ორი ცეკვა რატო არის ერთი ყოფილიყო? თუ უპასუხებდით. რას? იმ ცეკვას. ჯეირანი და ისა ქვია სამაია და შალახო და ყველაფერს ყოველ უპასუხებ. მაიები თამაშობენ ჯეირანს. ხო. ოპა. ქართული და პასუხი არის? ქართული ცეკვის. მოიცა რატო გაჩქარე? გავიდა და მაგ და ცოტა დავიღალეთ. და თან ჩვენ არ ვსხედვართ აი სხვაგან. ვიცი. სუხიშვილების შექმნა მოვლენა? იყოს ხო რავი. ალბათ. სუხიშვილების დაარსება. აუ წადი გაეთხია გამანებო თავი. ანუ ეგ არის? სუხიშვილების ეგ არის. კი, სუხიშვილების დაარსება, რატო გაიკვირვეთ ოღონდ? აი ეს distance, keep your distance. ქართულის ცეკვაში რო კაცსა და ქალს შორის დისტანცია უნდა იყოს დაცული, ნუ ეს ოთხოლიანი მინიშნება იყო, მაგრამ თან მოგვაგონა ეგ რო აი რა თქვით კი, მაგრამ ჩვენ თქვით იმის ჯეირანი და მე ოღონდ სუხიშვილებს ამბობდი და სუხიშვილიც თქვი, მაგრამ მე რატომღაც მეგონა რომ სუხიშვილები იყო, რა თქმა უნდა და დღეს მე მგონი მაგის სინდრომი დღეს კი არა, გაქვს აი პირველზე ის გადაწყვიტა რომ მაგასთან საქმე გამოდი გვერდზე პირველზე გადაწყვიტა. სამაია ჯეირანი სწორედ იყო, ისიც წერილიც და ბოლო მინიშნება არის უკვე ძალიან პირდაპირ სახელს გეუბნებით. ასეთი. ნახოთ სუხიშვილების ქართული ეროვნული ბალეტის შექმნის ისტორია. 1945 წელს ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის თაოსნობით ქართული ნაციონალური ბალეტი, იგივე სუხიშვილები ფუძნდება. ქორეოგრაფიულ ანსამბლს ქართული ხალხური ცეკვების სცენურ პროფესიონალურ ფორმაში გადაჰყავს, რაც მაყურებლის დიდ მოწონებას იმსახურებს. დაარსების დღიდან დღემდე ანსამბლი მრავალფეროვანი რეპერტუარით ათასობით წარმოდგენას მართავს და ქართული კულტურა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გააქვს. მათი კონცერტები სრულდება ისეთ მნიშვნელოვან სცენებზე, როგორებიცაა ლა სკალა, ალბერტ ჰოლი, ოლიმპია, კარნეგი ჰოლი, მეტროპოლიტენ ოპერა და სხვა. უკანასკნელ წლებში ილიკო და ნინო სუხიშვილების ხელმძღვანელობით ტრადიციულ ცეკვას თანამედროვე ელემენტებიც ემატება. მაყურებლებზე ძლიერი შთაბეჭდილების მოხდენის გამო ზოგიერთი წყარო სუხიშვილებს მსოფლიოს მერვე საოცრებად მოიხსენიებს. კეთილო ხალხო, იმედია ისევ გვიყურებთ და მიხარია ეს ამბავი, იმიტომ რომ მესამე რაუნდი გვაქვს ახლა სათამაშო, ინტელექტის რაუნდია ეს რაუნდი და სამი თემიდან ერთი უნდა ავარჩიოთ ამ რაუნდისთვის. თემები არის შემდეგი: პრეზიდენტები, ბიოგრაფიული ფილმები, მუსიკა და ისტორია. რატო? რომელი არ გინდათ? პრეზიდენტები? სამივე ნორმალურია ჩემთვის. პრეზიდენტ რომელიც წავშალოს. პრეზიდენტებია კიდე რა არის? ბიოგრაფიული ფილმები და მუსიკა და ისტორია. პრეზიდენტები ამოვლო. პრეზიდენტები წავშალეთ, მუსიკა და ისტორია თუ ბიოგრაფიული ფილმები. არცერთი არ მომწონს სიმართლე. ფილმები არ მაქვს ნახე და მუსიკა კიდე იმის სტილია და მოდი რეკორდზე წავიდე. არა, ფილმებს ვიღებთ კარგი. ფილმები? ფილმებს ბლოკაუტ. ბლოკაუტ. ბიოგრაფიულ ფილმებს ბლოკაუტ. ფილმებს არა, ბიოგრაფიულ ფილმებს. მუსიკას იღებთ. მუსიკას ითამაშებ. თამაშობთ მუსიკა და ისტორიას. აბა მინით. მოემზადეთ პირველი შეკითხვა. 57 წლის წინ ფერმერ მაქს იასგერის ფერმის სიახლოვეს მოსალოდნელზე მეტი გრძელთმიანი ადამიანი 3 დღის მშვიდობიანად მუსიკალურ გარემოში გასატარებლად გამოჩნდა. რა ეწოდება ამ მოვლენას? ფოთითათონა დავწერო. არა, ბაცო. კი. ერთ და იგივე თუ ორი ხულა თუ გინდა ერთ და იგივე უნდა დავწეროთ. ორი ხულა თუ გინდა ერთი და იგივე უნდა დაწეროთ, მაგრამ შენც უნდა გეწეროს. გავიგე ხო. მე მგონი შენ სხვა რამე დაწერო. აქვია მოვლენას, როცა 3 გრძელთმიანი 3 დღე ძალიან ბევრი გრძელთმიანი ადამიანი იყო ამ ფერმერის ფერმის სიახლოვეს და რა ხდებოდა? 57 წლის წინ ხდებოდა ეს. რატოს უწერე გამომსვლელები ვინ იყვნენ? მე მიწერია მარტო შემიძლია ჩავუწერო. ანუ პროსტა სახელი არ ვიცი ზუსტად უნდა თქვა სახელი მაგიმისი. ხო, ზუსტად უნდა თქვა. შეგიძლია აი ფერმის სახელი თქვა იგივეა რა. ძალიან გაკვირით თუ დაწერე შეიძლება ჩავწერო. არ ვიცი, არ მახსოვს სახელი მაგისა. 2 1 მე რაღაც როკ ფესტივალი მიწერია. ხო. რაღაცაზე მუშაობ. შემოატრიალეთ თქვენს? კაი ციგნია გეთანხმება. დაეწერა ვუდსტოკის. ცხოვრების პერმა კაი ციგნია. აი რა, აი ვუდსტოკია ეს ამბავი, ნამდვილად. ვუდსტოკი როგორ ამომივარდა უცბად თავიდან. ვუდსტოკი. 15-0? 15-0. მეორე შეკითხვა.
არაოფიციალური მონაცემებით 1991 წელს პოპულარობის პიკში მყოფი ამ კოლექტივის კონცერტს მოსკოვში 1,5 მილიონი ადამიანი დაესწრო და ადამიანებმა რკინის ფარდის მიღმაც შეძლეს ეგრეთ წოდებული შავი ალბომის მოსმენა. სხვაგან წავედი. ყველაფერი ეს კი თავისუფლებისა და დასავლური კულტურის სიმბოლოდ იქცა. 1991 წელს პოპულარობის პიკში მყოფი კოლექტივი იმას რა ქვია? უსამართლო კვიზია? არა, იმას რა ქვია? Smells like Teen Spirit რა ქვია? Nirvana. არა, Nirvana უნდა დავწერო. ერთი, კაი. ვაკის პარკი. Nirvana. კაი, ვინ არის ეს ნამდვილეში? მეტალიკა. ნუ მე სკორპიონი მეწერა თავიდან, იმიტომ რომ საბჭოთა ბიჭო, რა მუსიკა პრეზიდენტები. მაგაზე წავედი. რა მუსიკის ისტორია. ერთი ცდა რეკორდი ჩვენია. ბაზარი არა და 17? რეკორდი გავიმეორებ. და ბოლოს ცნობილი პროექტის ავტორები ამ ნაწარმოებით ძალიან რომ არ მოხიბლულიყვნენ, შესაძლოა მის მაგივრად მოსკოვისპირა საღამოები მოხვედრილიყო პროექტში. იმედი ვიქონიოთ, რომ უცხო ცივილიზაციებთან ოდესმე დედამიწის ხმებთან ერთად ქართული პოლიფონიაც მიაღწევს. რა უნდა ვთქვა? აი ეს ნაწარმოები, რომელმაც ჩაანაცვლა მოსკოვისპირა საღამოები. აუ ეს ორი ქულა მგონი და ეს დაწერე ხა. ნორმალა არ არის, ხო? ბოლო შანსია. ჩაგარტყავ თავში. ნუ გამომისმინ ესა როგორ ხარ? თავად როგორ გიკითხე? რა იყო კითხვა? ნაწარმოები. ჩატ ეს დაწერე შე. ერთ წავს მაინტერესებს მოусმინო. ნაწარმოები. ნაწარმოები მართლა ვერ გავიგე, იმიტომ რომ მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც მოხდა ამ პროექტში, ნაცვლად მოსკოვისპირა საღამოებისა. ხაობა გაიმეორეთ მგონია, მაგრამ და იმედია, რომ უცხო ცივილიზაციებთან ოდესმე ქართული პოლიფონიაც მიაღწევს. ბიჭო. 3 მონახე? ხო. 2 ხო ეგ არის რა, მეხოწება, ხო ჩაკრულო. ჩაკრულო რა თქმა უნდა, ჩაკრულო და 19-ით 2 მეგობრებო. ჩვენ გადავდით და ეხა დავიწყოთ. ეხა ვიწყებთ ნამდვილ თამაშს, ერთიანი გერბი. ეგეთი აი ეხა. არა, გერბი ჩვენ გვინდა. გერბი. ერთიანი დაждდა, მე მოვიგე. მადლობა ხალხო, მადლობა. მონაწილეობისთვის ბასტოკი გავაცხარეთ ბოლომდე. ორე ის რომ დაგედო აქ TV-ს სვინი. ოქტოპოსის რევანში შედგა, ხო ანუ? კი. ხაობა იგივე დააფიქსეთ მართლა და მე ეგრე მოვიგე 17 ქული. 17 მოვიგე, 17 არა, 17 მოვიგე. ამ სხვაობას ყველაზე მეტი გაქვთ. Просто. დამავიწყე. როგორ შევთანხმდით? აი, მადლობა სპონსორებს დაბა. აი, ძალიან დიდი მადლობა თქვენ, მართლა. მალე გავიქცეთ აქედან. დიდი მადლობა PSP-ს ჩვენთან ერთგული მეგობრობისთვის და PSP-ს საჩუქრები უნდა გადავცეთ ბასტოს და ქოროს და PSP-სგან კიდევ გელით გასასვლელში. დიდი მადლობა. ჩანთები. ასევე მადლობა დანკინს და დანკინის ყავას, რომელსაც ვამდით მთელი თამაშის განმავლობაში. მადლობა გამომცემლობა ინტელექტს და მათგან საჩუქრები თქვენ. მადლობა. მადლობა. მადლობა Click Productions გადაღებისთვის. მე შემხვდა. ნუ გეშა. გულისეა თუ რა? ლორკა? ვაკის პარტი. ლიოსა, ვაცისნადიმი, კაი ციგნი შეხვდა. მადლობა Click Productions გადაღებისთვის, მადლობა Heima Productions მუსიკალური გაფორმებისთვის და გამოიწერეთ ჩვენი არხით აროსთაობა, მოიწონეთ მაძიებელი, კომენტარებიც დაგვიტოვეთ ყველა პლატფორმაზე. გამოგყევით და გავაგრძელებთ ასეთი კარგი გადაცემების გადაღებას. კარგად იყავით. აიყვანეთ ვინც გიდათ ეს გადაცემა წავედ.